მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ თამას დოხაძეს. თამას, მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. მეორედ, მაგრამ პირველი საუბარი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, მოვიხილე შენი პიროვნებით, მსჯელობით და გამომდინარე ჩვენი პრობლემატიკის სიღრმიდან მე მიმაჩნია რომ საუკეთესო კანდიდატი ხარ რომ ამ თემებზე სიღრმისეულად ვისაუბროთ, როგორიც არის სახალხო პროტესტი, როგორიც არის შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, შეიძლება ითქვას უკვე სოციალური კრიზისიც, კიდევ უფრო ღრმა განზომილებაში არის ეს კრიზისი და რამ შექმნა, მოდი ამ მიზეზებზე ვისაუბროთ, რაღაცა რაციონალობის კრიზისიც არის ჩემი აზრით კიდევ. და მოდი დამეხმარე ამ რაღაცა საკითხების გარკვევაში ჩვენ კიდე ერთად ჩვენი დისკუსიით მე მგონი ბევრ რაღაც საკითხებს წამოვჭრით რომელიც იქნება დისკუსიის მერე ღირსი. მოდი დავიწყოთ პირველი გამხსნელი კითხვით. რამ შექმნა ეს კრიზისი? ხო, ნუ ემპირიული კითხვაა, ცხადია, ესეთი რთული სოციოპოლიტიკური ძრებს რამდენიმე მიზეზი აქვს ხოლმე. ამ შესწავლა ჭირდება, ცხადია აკადემიური, მაგრამ არის ასევე რაღაცა ზოგადი ნიშანთვისებები, რომელიც მსგავსია ხოლმე სხვა მსგავს სიტუაციებთანაც. და ჩემი აზრით, აქაც ახსნის დროს ესეთი მიზეზები უნდა გავიხსენოთ და რა არის ეს ერთ-ერთი ალბათ თავარი მიზეზი, ხო? რომ ხელისუფლებაში არის ძალა, რომელსაც აქვს ერთპიროვნული მმართველობა, უკვე 12 წელია. მას არ უწევს ადგილობრივ პოლიტიკურ ოპონენტებთან რაიმე ტიპის დათმობაზე წასვლა, იმიტომ რომ იმ ხელა პოლიტიკური ძალაუფლება აქვს, რომ არ ჭირდება. ასევე ქართული ოცნების მმართველის, ჩლოვანი მმართველის და ახლა უკვე პარტიის საპატიო თავმჯდომარის განუზომელი ფინანსური შესაძლებლობებით და როდესაც ესეთი კომბინაცია გვაქვს მოვლენების, ხო, სადაც არ ხდება ძალაუფლების კონტროლი და ბალანსი და სადაც არის ორიენტირებული ეს უამრავი ფინანსური რესურსები, არ უნდა იყოს გასაკვირი საქართველოს მოქალაქეებისთვისაც და არც სხვა ქვეყნებისთვისაც, რომ მსგავსი კრიზისი იქნებოდა გარდაუვალე. ჩვენ გვინახია პატარ-პატარა კრიზისები, თუმცა ეს გეოპოლიტიკური ამბებიც რო ფრჩხილებში ჩავსვათ, ხო, სადაც ძალაუფლება ესე არის კონცენტრირებული და სადაც ფინანსური რესურსები ესეა ფოკუსირებული, როგორც ეს საქართველოშია, იქ კრიზისები არ უნდა გვიკვირდეს. ეს ჩემი აზრით არის ზოგადი რამ, რაც უნდა აუხსნათ იმის გარეშე, რომ კონკრეტული ადგილობრივი პოლიტიკური კონტექსტი ან გლობალური პოლიტიკური კონტექსტი გავიხილოთ, ხო? თანამედროვე დემოკრატიის იდეა დგას ერთ-ერთი მთავარი არის ძალაუფლების კონტროლი და ძალაუფლების დაბალანსება. საქართველოში ამ პოლიტიკური პროცესი, რომლის წამყვანიც უნდა იყოს კომპრომისი და დიალოგი, მართლ პარტიას არც ამის სურვილი აქვს და არც ამის საჭიროება არ უდგას და ეს აუცილებელია აუხსნათ. ეხლა ცხადია არის სხვა მოცემულობებიც, რომელიც კონკრეტული კრიზისის ახსნაში დაგვეხმარება, მაგრამ ჩემი აზრით ეს ფაქტორი არის დამწყები. ეხლა რაც შეეხება უფრო კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციას, ხო? როდესაც პოლიტიკური ძალა ამდენი წელი არის ძალაში და მსგავსი ძალაუფლება აქვს, ყოველთვის გამოცდილებით ესე ვიცით, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვისი, ამ პოლიტიკური პარტიის რიტორიკა, მისი პოლიტიკის წარმოების ხარისხი ძალიან დაბლა იწევს. ეს ასევე ეხება ოპოზიციასაც, ხო, ოპოზიცია როცა ამდენი წელი ოპოზიციაშია და ვერ ახერხებს რეალურ გავლენის მოგებს, ასევე ოპოზიციის ხარისხის ეცემა ხოლმე და შემდეგ არსებულ გეოპოლიტიკური სიტუაციაში მის დამოკიდებულებას არის შესაბამისად როგორ შეუძლია ამისი უმარტივესად წარმოჩენა, ხო, მარტივი ნარატივის, მარტივი იდეის შექმნა, რისი ძალითაც მოახდენს ძალაუფლების კონსოლიდაციას. ხო? ეს არის ასევე მეორე ნაწილი, იყენებენ
საგარეო პოლიტიკის მდგომარეობას. ეს არ არის უნიკალური ქართული ოცნებისთვის, ვინც საერთაშორისო პოლიტიკას თვალსადევნებს, ეს იდეა, რომ რაღაცა მხარე მაგალითად უნგრეთში ორბანი ხო, რომ შვიდობის მხარეს დგას და ომში ვერ ჩაითხრევენ. სერბეთში სადაც ასევე პრობლემა არის ძალაუფლების კონცენტრაცია, ხო? ისინიც ლაპარაკობენ უცხოურ ძალებს რომ უნდა აღრევა, ომი და ასე შემდეგ. აქ არაფერი, ესაა ძალიან ბანალური ძალაუფლებაზე ჩაჭდებული პოლიტიკური გუნდის საერთო ნარატივი, რომელიც არაა დამახასიათებელი საქართველოსთვის. ხო, ეს უარესდება ცხადია იმ 12 წლიანი ხარისხის გაუარესებით, რასაც იწვევს ეს, იმიტომ რომ პოლიტიკა, თანამედროვე პოლიტიკა დათმობების, კონტროლისა და ბალანსის გარეშე წარმოუდგენელი. ამას ცხადია ემატება კანონის უზენაისობა, რომელზეც ასევე ქართულმა ოცნებამ არაფერი არ შეცვალა. ხო, მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სამართლიანობასთან დაკავშირების, მესმისო წინა პოლიტიკურ თან მიმართებაში იყო, მაგრამ სასამართლოს პრობლემებზე ლაპარაკობდნენ ყოველთვის და ვნახეთ სასამართლოში რაც გააკეთეს, ხო? და ყველა პოლიტიკურ გუნდს აქვს ცნება, როცა ამხელა ძალაუფლება აქვს, რომ მან დააფერი არ შესვალო, ასე რომ ეს ძალაუფლება რო არაა დანაწილებული, კანონის უზენაისობა რო არ არის და არ არის სახელმწიფოს ქმედება, არ არის შებოჭილი კანონიერების ფარგლებში, ხო? აი სახელმწიფოს ახლა სოციოლოგიაშიც, პოლიტიკურ მეცნიერებაში, ფილოსოფიაშიც ლაპარაკობთ ხოლმე ძალაუფლების ერთადერთი ლეგიტიმური გამახორციელებელი არის სახელმწიფო, მაგრამ ეს განსაზღვრება არის ცალმხრივი, ხო? ძალაუფლების ძალაუფლებას ახორციელებ და მონოპოლია რო გაქვს, უпростоოდ მონოპოლიაზე ძალაუფლების, ეს არა საკმარისი, თუ ეს მონოპოლიზირებული ძალადობა არ არის შებუჭილი კანონში, ხო? და ეს არის ის კი, რა თქმა უნდა, სპეცრაზმი, წყლის ჭავლები, ხო, მათ აძლევთ საშუალებას, რომ მონოპოლიზირებული იქონოს თავარი ეს ამბები და ასევე შედარებით გამართული სადამსჯელო ორგანოები და პოლიცია, მაგრამ ეს თუ კანონის ფარგლებში არ არის შებუჭილი, ხო, ეს არ არის სახელმწიფოს მოდელი, რომელიც ნორმატიულად შეიძლება მისაღები იყოს. და ამ ფაქტორების კომბინაცია, საგარეო ფაქტორების და საშინაო ფაქტორების არ უნდა გვაკვირვებდეს იქამდე, ანუ იმ პროცესამდე რომ მივედით, რაშიც ეხლა ვართ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის გასაკვირი ეს არ იყო. არ ვიცი შენ როგორი შეხედულება აქვს, იყო გასაკვირი ეს? არა, ჩემთვისაც არ იყო გასაკვირი, თავისთავად ცხადია, ანუ სისტემა რომელიც არსებითად, ანუ ოლიგარქის ვერტიკალზე მოეწყო, ეს სისტემა პოლიტიკური კულტურითაც ვერ იქნებოდა დემოკრატიული, ანუ ის რა მდგომარეობასაც მივიღებდით, მისი პროგნოზირება შესაძლებელი იყო თუნდაც 2012 წელს. თუნდაც იმ მომენტში, როცა აი ამ გუნდის კრისტალიზაცია ხდებოდა და იმ გუნდშივე ჩანდა ერთგვარად დისონანსურად, ანუ ის დემოკრატიული იდეოლოგიის სუბიექტები, რომლებიც აფილირებული იყვნენ ქართულ ოცნებასთან, ანუ ამ სისტემას, რომელსაც ღირებულებითი ერთგვარი სქემა მოწყობილი აქვს, არა დემოკრატიის პრინციპზე, ანუ ენაც კი არ აქვს დემოკრატიული, ანუ ენა არ აქვს გლობალიზაციისთვის დამახასიათებელი ენა არ აქვს თანამედროვე ლიბერალიზმისთვის დამახასიათებელი ენაში არის სასახად გამოკვეთილი ქართული მასკულინური სოფლის თემისთვის დამახასიათებელი სემიოტიკური ნიშნები იმ გუნდში შეუძლებელია იყოს დემოკრატია და იმ გუნდში შეუძლებელია იყოს ნატო და ევროკავშირი მართლა გულწრფელი ასე თქვათ მიზნები და ამოცანები და ეს იკითხებოდა ადრეც ეს იკითხებოდა ამ მაშინაც ანუ როცა გუნდში ყავდათ ისეთი ადამიანები და ისეთი სუბიექტები იყვნენ თითქოს და წარმოჩენილი რომელსაც აი ეს ძალიან მარგინალური თემები როგორც არის ოროსის ფონდი და რაღაცა კონსპირაციული თეორიები და კონსპირაციული თემები ეს იყო ბირთვით ძირითადად მათი იდეოლოგიის და უცებ რაღაც დისონანსურად იქ უსუფაშვილი ვიღაცა რომელიც ცოტა რაღაცა სააღაზრს ამბობს მაგრამ აშკარად ასტენილია ამ მოვლენებს აი რაღაცა დანამატივით არის ედონ რაღაცა თითქოს რომელიც იმ ფუნქციას არ ასრულებს ჩანდა
ეს მაშინ 2012 წლებში შემდეგ წლებში ეს აი რაც აღნიშნე ხო რომ ეკლექტურობა ქართული ოცნების ერთი მხრივ ყავდათ ფიგურები რომელიც საუბრობდნენ ძალიან მწირი პოლიტიკური და ნებისმიერ სხვა ტიპის ცოდნისგან დამოუკიდებლად იგივე სოროსის ფონდთან დაკავშირებული ან მსგავსი ამბები არ იყო ჩვენთვის გვახსოვს ჩვენ რაღაც EBR-ზე რო საუბრობდნენ და ასე შემდეგ ხო ესეთი რაღაცები არა და ისიც გვახსოვს თქვა უსუფაშვილი რო ბატონ ბიძინას თხოვდა რომ ნაკლები მსახიობი და ესენი გვახსოვს ჩვენ და მაგრამ ეს ეკლექტურობა ქართულ ოცნებას ეხმარებოდა ასევე ეკლექტური ელექტორატი ყოლოდა რა აზრით იმიტომ ყველა ხედავდა რომ ანუ ჩემი წარმომადგენელი არის უსუფაშვილი და ეს ბრთა და ალტერნატიული ბრთა ხედავდა უფრო სხვა პოზიციას ხო ღარიბაშვილი რომელიც უფრო ტრადიციული და ძლიერი დამსჯელი ლიდერი იყო და უსუფაშვილი რომელიც უფრო კანონის უზენაესობა პროცედურების გაყოლა და ესეთ რაღაცებზე მეტად იყო აფრიებული. ასე როცა ხდებოდა ქართული ოცნების დადანაშაულება, ყოველთვის შეეძლოთ რომ ეს ეკლექტურობით თავი გაემართებინა, მათ შორის ისეთ ხალხს, რომელიც ახლა ოცნების მიმართ ძალიან კრიტიკულია, შეიძლება ეგონათ და მე ჩემი დაკვირვებით ესე ეგონათ, რომ ეს ბრთა ქართული ოცნების გაიმარჯვებდა. თუმცა ამისი არ მგონია რომ ამის საბუთი ქონოდა 2012 წელშიც კი დაგეთანხმები ამაში, იმიტომ რომ ისევ, როდესაც პოლიტიკური და ფინანსური ძალა ერთ ადამიანშია ფოკუსირებული და ასევე ვიცით ამ ადამიანის პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა ტიპის განათლების დონე ინფანტილური იქნებოდა, რომ ამ ადამიანისგან მქონდა მოლოდინი, რომ აქეთკენ განავითარებდა. ნუ ერთადერთი შეიძლებოდა გარემო პირობების გამო ერჩივნა რომ თქვა ეს ბრთა გაეძლიერებინა და არა ის ბრთა. თუმცა ჩვენ ნახეთ რომ ეს უფრო პროდასავლური ლიბერალური ბრთა პროცედურების მნიშვნელობაზე რო საუბრობდნენ რეფორმების მნიშვნელობაზე მათი ჩამოცილება მალევე შედარებით მალევე მოხერხდა და იქცნენ ისინი ქართული ოცნებისთვის ოდიოზურ ფიგურებად და მთავარი კრიტიკის საგნად. შემდეგ მოხდა ეს ვთქვათ შემდეგ მოხდა სხვა ადამიანების მიმართაც, ხო? გახარია რომელიც იყო უპირობო ლიდერი და ყველაზე პოპულარული ფიგურა ქართულ ოცნებაში, რამდენიმე თვეში იქცა სასტიკ მოღალატედ და ყველაზე ცუდ ადამიანად, ხო, მათი მედიების და მათი ნარატივების მიხედვით, ხო? და მე კი ეხა აწყოს პოზიციიდან შეიძლება აქ ვისაყვედურონ ან მისაყვედურონ რომ ადვილია ამის თქმა, იმიტომ რომ ესე განვითარდა, მაგრამ მე ანუ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებზე დაყრდნობით, რომელიც ადრე ქონდა მიცემული ჯგუფი, რომელიც შეკრა სასამართლოს რეფორმებზე, რომელზეც უარი თქვა, ჩემთვის პირადად ეს განვითარება იყო მოსალოდნელი. ეს არა რაღაცა ეს არ არის ისეთი ფაქტი, ვთქვათ, რაღაც მოულოდნელი პოლიტიკური ფაქტი, რომლის ახსნა საჭიროებს რაღაც უფრო ღრმად შესვლას, ხო? კი, აი მინდა აქ რაღაცა კონკრეტული ნიშნები გავახსენო საზოგადოებას, რომელიც მეტყველებდა უკვე ბატონ ბიძინა ივანიშვილის რაღაცა პოლიტიკურ გემოვნებასა თუ მსოფლმხედველობაზე, რომელიც არსებითად უკვე შეუთავსებელი იყო ჩემთვის, ჩემი გადასახედიდან აი ამ ლიბერალურ ხედვასთან და გლობალიზაციურ მიზნების რაღაცა რეალიზაცია თუ იმპლემენტაციასთან, რომელშიც ჩანდა ერთგვარი კრიტიკული ნიჰილისტური დამოკიდებულება მოდერნიზაციის მიმართ, რასაჭიროა იუსტიციის სახლები, რასაჭიროა ეს ისინი ჩვენ ღარიბი ადამიანები ვართ და უშუალოდ და მე რა იყოს რიგები. ძალიან უსიამოვნო და ერთგვარი მიზეზიც, რის გამოც მთლიანად ეს გუნდი ძალიან ხელოვნური იყო და ერთ ვერტიკალზე იყო აგებული, იმიტომ რომ ადამიანებმა დაითმინეს ძალიან სერიოზული წყენა და შეურაცხყოფა, როცა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ხარიბაშვილი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა თინა ხიდაშელს და იქ ბატონი ბიძინას კომენტარი რა კაი გინებას ცოდნია ანუ აი ეს დამოკიდებულება რომელშიც უფრო აი ეს მოწონება მასკულინური სოფლის თემისთვის დამახასიათებელი რაღაცა უფრო დისკურსების ხო ჩემთვის იყო ნიშანი რომ ანუ ამ გემოვნებაში აი ამ შერჩევაში ღირებულებების რომელსაც ეს ადამიანი გვთავაზობს რომ ქართველი მაშინ დაიღუპა როცა ევროპაში წავიდა და რაღაცა ნახა თუ რამე არ მოგწონ ჩვენ ყოველთვის გქონდა ეგ ტრადიცია რომ წახვალ ცალგან იშოვი და მე ჩამოხვალ ანუ ჩვენ რაღაცა ესეც კი გავიგეთ ესე იგი ვისაც არ მოგწონ წადითო ხო ეს ხედვა აშკარად არის აი სოფლის თემის ხედვა გემაიშაპტური ხედვა ჩემი აზრით და ამ გემოვნებაში ჩემთვის აბსოლუტურად უკვე გამორიცხული იყო რომ აი აქ ამ მიზნებში არ ეწერა უკვე მაგაზე მინდა მოკლედ დავამატო და კომენტარი გავაკეთო მაგაზე ან მე ვფიქრობ რომ კარგი პოლიტიკური პროცესისთვის აუცილებელია სტანდარტები და მანერები საჯარო კომუნიკაციის დროს ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ხო? ეხა რასაც ვადევნებთ ირაკლი კობახიძის გამოსვლები, ხო, როგორ აუცილებლიანი ეხა ენთამის ახასიათება რაც კინკლაობა, შეურაცხყოფა, ანუ დამცირება, განადგურება, ანუ დებატებში, ხო? ეს ცხადია, ხო, ის გინების ფაქტები და შემდეგი იყო ამის მომსწავლებელი, მაგრამ ეხა აი პოლარიზაციაზე რასაც ვსაუბრობთ, როდესაც ესეთი კომუნიკაციის ის არის, ჩემი აზრით პოლიტიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხა აი ამერიკაში მაგალითად ბევრი საუბრობს ამაზე, აი მსგავსი კულტურა, რომელიც იყო თქვათ ტრამპამდე, მაგალითად, როდესაც ობამა და მაკეინი იყვნენ მეტოქეები ამერიკის პრეზიდენტობის, ხო? და მაგალითად მაკეინს ეს ცნობილი ფაქტია, ხო? მაკეინს ერთ-ერთი საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთმა ამორჩეველმა თორცები მოხუცებულმა ქალბატონმა ერთ-ერთი კონსერვატული სტატიდან კითხა, რომ ანუ მეშინია მე ძალიან ბარაკ ჰუსეინ ობამასი ის ანუ არ ვიცი ვინა მუსლიმია და მაკეინმა გააჩერა და უთხრა რომ ანუ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური უთანხმოება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ობამას პატრიოტიზმში, გვაქვს ფუნდამენტური უთანხმოება, მინდა რომ მე მომცეთ ხმა, მაგრამ ვენდობ იმას, ხო? აი ეს არის პოლიტიკური კულტურის მაგალითი, ხო? რასაც ტრამპი და ტრამპიზმი ეწინააღმდეგება სრულიად და ჩვენთან რა თქმა უნდა ესეთი ტიპის პოლიტიკური კულტურა არასდროს არ ყოფილა, როგორც მაკეინმა გამოავლინა ეს და ესეთი მსგავსი, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებები ქვეყნის საუკეთესო ხედვაში, მაგრამ თან ხვდებით, რომ ორივე ვართ პატრიოტები, ხო? ასევე ეს ქონდა მიტ რომნის მეც ასევე ობამას მოწინააღმდეგე იყო, ხო? და მსგავსი პოლიტიკური დისკურსი ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაბლა დასაწევად და პოლარიზაცია ხშირად მოდის პოლიტიკური ელიტის დისკურსისგან და ის წარმოქმნის მედიები წარმოქმნიან და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ამ თემაზე დამატებისთვის ამას გავაკეთებ, რომ ეხა ეს გაუარესება რაც მოხდა, კი იგრძნობოდა, იმიტომ რომ მართალია ქართული ოცნება საუბრობს საერთაშორისო არენაზე რუსეთთან მათ შორის პრაგმატულ პოლიტიკაზე და დიალოგზე, მაგრამ სრულიად გაუგებარია ეს რატო არ ვრცელდება შიდა პოლიტიკურ სივრცეზე, ხო? აქ არიან ქვეყნის შიგნით არიან მტრები, ხო? ამათი განადგურება საჭირო პოლიტიკური და მათი ციხეში გასამართლება, ანუ აქ არ გვაქვს არანაირი ენა, არანაირი განხილვა კომპრომისზე, დათმობაზე, შერიგებაზე, ხო? რაც ყველასთვის უნდა იყოს საგანგაშო, ხო? როდესაც ქვეყნის ანუ საგარეო პოლიტიკაში წარმოდგენილი ხარ როგორც დიალოგის მომხრე და საშინაო პოლიტიკაში არავითარ დათმობაზე წამსვლელი არ ხარ და ეს ანუ პოლიტიკური კულტურა საჭიროებს მანერებს, ესაა ძალიან ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი.
ხო? ეს არ არის საკმარისი რა თქმა უნდა, მაგრამ აუცილებელია ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის და ეს არის ისაც საქართველოს შემდეგში უნდა მიაღწევს. ეს ამაზე რის თქმაც მინდა. და ეხლა რაც შეეხება ასევე მინდა მოკლედ ვისაუბრო ლიბერალიზმი ახსენე შენ და ინტეგრაცია, ხო, დასავლეთთან. ესეც ლიბერალიზმის თემაც ვიცით, რომ ქართული ოცნების მხრიდან ტერმინ ლიბერალი არის შეურაცხყოფელი დამცირების ტერმინი. ნუ საუბრობენ ფსევდოლიბერალიზმზე, ლიბერალურ ფაშიზმზე, ამ ფსევდოლიბერალურ ფაშიზმზე. ეს თემები გავარჩიოს ლიბერალიზმი, ფაშიზმი. ანუ კი ერთი მხრივ ცდილობენ რომ ნიუანსურად თუ შეხედავს ვინმე ამას, მაგრამ ეხა ალბათ ვისთვისაც ეს მიუღებელია, ის ფსევდოლიბერალიზმი და ნამდვილ ლიბერალიზმს არ განასხვავებს ერთმანეთისგან. და ანუ ეხა ჩემი აზრით მნიშვნელოვანია გავიგოთ რა იგულისხმება ამაში, ხო? ნუ ტერმინ ლიბერალი განსხვავებული აზრით გამოიყენება, მაგალითად ამერიკის კონტექსტში ეს არის ხშირად პროგრესული მემარცხენე იდეოლოგიის დასახასიათებლადაა გამოყენებული, ხო, ევროპაში უფრო სოციალიზმი ეწოდება ამას თითქმის. კი, ან ზოგისთვის შეიძლება იყოს უფრო სიტყვის თავისუფლებაზე ფოკუსი და ნაკლებად ის პროგრესული იდეები. ასე ძალიან მრავალაზრიანი, ბევრი აზრითაა გამოყენებული და საჭიროა გვესმოდეს ამ შემთხვევაში რას გულისხმობთ, ხო? ჩემი აზრით ლიბერალიზმზე როცა ვსაუბრობთ, იმის მიუხედავად რომ საქართველოშიც მაგალითად უფრო მემარცხენე პროგრესულ ფრთას არ მოსწონთ ლიბერალიზმი როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, მაგრამ ეხლა უნდა გვესმოდეთ რაზე გვაქვს საუბარი, რაზეც შეგვიძლია, მე ვფიქრობ რომ შეგვიძლია ყველა მოწინააღმდეგეს ქართული ოცნების ამჟამინდელი პოლიტიკისა შევთანხმდეთ და აქ ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი არის, ხო, კანონის უზენაესობა, კანონზე დაქვემდებარებული სახელმწიფო შექმნა ინსტიტუტებზე, ხო, ერთია ეს კანონის უზენაესობა და მეორე არის ესა ძალაუფლების დანაწილება. ხო, აი კლასიკური ლიბერალური ტრადიცია, ხო, აი ჯონ ლოკის რომელიც გამორჩეული წარმომადგენელია, ხო, ამისი, ხო, მისი პოლიტიკური ტრაქტატის მთავარი მამოძრავებელი იდეა არის ძალაუფლების დანაწილება, რომელიც არ იყო უფრო მის წინამორბედი მსგავს ტრადიციაში მაგალითად ჰობსთან. ხო, ჰობსი იყო მომხრე ერთპიროვნული მართლობის, გინდა ყოფილიყო ეს პარლამენტი, გინდა ყოფილიყო ერთი ხელმწიფე, მთავარია რომ ძალაუფლება არ ყოფილიყო დანაწილებული ჰობსისთვის, ნუ ეს გვახსოვს, მას მიაჩნდა რომ აი ჰობსი არის აი ქართული ოცნების რაში შეცვლას აჟღერებს დაახლოებით იმისი რომ აბა ომი გინდა, ხო, და ნებისმიერი მართლობა უნდა მიიღო თუ ომი არ გინდა, ხო? და ლოგთან გვაქვს რომ პირიქით ომის მდგომარეობიდან გამოდივართ მაშინ, როდესაც მთელ ძალას არ მივანჯეთ ერთს. ხო, ლოკი ადარებდა ამას, რომ მელიებისგან, პატარა მტაცებლებისგან რო გინდა თავის დახსნა და ლომის ხახაში შეყობ თავს, ან ლომის ბუნაგში შეყვა, ხო? აი ეს ამაზე ვლაპარაკობთ, ხო? უნდა როდესაც ლიბერალი ხარ შენ და ჩვენ ლიბერალები არ ვართ და ჩვენ თქვენარი ხედვა გვაქვს, მე მგონია რომ ამ ადამიანებსაც როდესაც იარლიყებზე კი არ ვისაუბრებთ, ის ლიბერალია ეს არა. არამედ ვისაუბრებთ ესეთ რაღაცაზე, რომელიცაა როგორც არის ძალაუფლების დანაწილება. არ სურთ ძალაუფლების დანაწილება, სურთ რომ მართლა პატარა მტაცებლების საფრთხიდან ყველაფერი ერთ ადამიანს გადაობაროთ, ხო? ეს ჩემი აზრით უმრავლესობა ადამიანი შეთანხმდება, რომ ბევრად უსაფრთხო იქნება მოქალაქე სახელმწიფოში, ისეთ სახელმწიფოში როგორც საქართველოა და ბევრად დაცული იქნება საგარეო საფრთხეების მიმართად, როდესაც მიდის ძალაუფლება არის კონტროლირებული და დაბალანსებული. ეს არის ლიბერალიზმის ერთ-ერთი წამყვანი იდეა. ხო? ეს არის ის, რაზეც შეთანხმდებიან განსხვავებული უფრო პროგრესული იდეოლოგიის მქონე ადამიანები, ხო? იქნება ეს მემარცხენე თუ უფრო მემარჯვენე ლიბერალის წარმოადგენელი და მეორე არის, რომ სახელმწიფო არის კანონებზე და ინსტიტუციებზე დაფუძნებული და არა ინდივიდის თვითნებულ ნებაზე. ეს არის ის ფუნდამენტი, რაზეც ვსაუბრობთ.
და აუცილებელია ამისი ახსნა ამ ადამიანების თუ ეს ამას ვლაპარაკობთ ჩვენ და ესეც სახელმწიფო გვინდა ლიბერალურ თანამედროვე დასავლური ლიბერალურ სახელმწიფოებზე რომ ვსაუბრობთ. შემდეგ მე არის იდეოლოგიური განსხვავებები, დამატებები, ხო, რამდენად უნდა ერეოდეს სახელმწიფო ეკონომიკურ საქმიანობაში, ხო? ასე შემდეგ. მაგრამ ფუნდამენტი არის ის, რაზეც ქართული ოცნების თუნდაც ამორჩეულის დიდი ნაწილიც კი როცა ამაზე ესაუბრები შეგითახდება. კი, ქართულ ოცნებას აქვს პროპაგანდა, რომ ლიბერალიზმი არის, რომ მამაკაცის ძე იყიდება სუპერმარკეტში და ის რომ კაცია და კაცი ქალია, თუმცა ეს ნამდვილად ეს არის ნამდვილად რუსული პროპაგანდა, რომელიც რახან, ჩვენ ვიცით რუსეთი როგორი მართლობის სისტემაა, ხო? იმის მიუხედავად, რომ პუტინი როდესაც მოდიოდა ხელისუფლებაში, მისი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ კანონთა მართლობას ან კანონთა დიქტატურას დაამყარებდა, ესე ტერმინს ვამბობ, რომ ყველა მიცოდა რუსეთი როგორი იყო 90-იან წლებში, ხო? ქრთამი, ეს არ შეცვლა, ეხლაც, მაგრამ იმ დროში ხო, ქრთამი, მცირე ადამიანების მიერ სახელმწიფო რესურსების ფლობა, უკანონობა, გაჭირვება და პუტინი პირდებოდა მე ინსტიტუციურ პატარა მოდელი აქაც ხო ქონდა რაღაც რუსეთში ხდება. იქ უფრო მასშტაბური იყო უბრალოდ რესურსები, თორე ეს განუკითხაობა, პანიაციებით სახელმწიფოს მართვა ქონდა ჩვენს. და თვითონ პუტინიც მოდიოდა ამ ლიბერალური, ამ ბაზისური იმის, რომ მე გადავიყვან ქვეყანას კანონის ფარგლებში. ხო? ერთ-ერთი მისი მნიშვნელოვანი დაპირება ეს იყო, ასე რომ ნებისმიერი ახალი პოლიტიკური პარტია რომ მოდის რაც არ უნდა მე ოდიოზუ ფიგურად არ იქცეს, ეს რომ კანონისმიერი სახელმწიფო ვიქნებით, ეს არის პოლიტიკური საღი აზრი, რომელსაც თითქმის ყველა იზიარებს. მათ შორის ძალიან ულტრაკონსერვატულ ადამიანებსაც ჩემი აზრით რო ესაუბრო ამაზე, შეიძლება მათი დათანხმება ამაზე, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს კანონებით. შეიძლება იმაზე დათანხმდება, რომ ძალაუფლების დაყოფა არის მნიშვნელოვანი, ხო? ეს არის შემდეგ ის, რასაც ძირს უთხრის პუტინი, შემდეგ თავისი მმართველობის წლებში, საკმაოდ ადრინდელი პერიოდიდან, ესეც ისტორიული ამბავი არის, მაგრამ მაგალითად ზოგი თეორეტიკოსი ფიქრობს ამაზე, მაგალითად ტიმოტი სნაიდერი, რომ პუტინმა რო ვერ შეძლო ამის განხორციელება, შემდეგ წაიყვანა ქვეყანა იმართულებით, რაში წაიყვანა და ეხა გადაიზარდა ამ იმპერიალისტური ავტოკრატია და ამ ბოდვის გაშინაგნება, რომ ახალი ტერიტორიების მომატების ფასად ყველაფერს აიტანს ეს ქვეყანა, ხო? მაგრამ ეგ სხვა საკითხია, უბრალოდ ეს ამ ტერმინის ახსნა ტერმინზეც კი არა, უბრალოდ ამ ჩვენ ეს ღირებულებები რო გავამძრავებთ, მაგის ახსნა არის საჭირო და ვინ რომელი ადამიანი თუნდაც ულტრაკონსერვატორი, თუნდაც ქართული ოცნების ამორჩეველი, რომელი არ დაეთანხმება, რომ ქართული ოცნება მართლობის დროს ძალაუფლება არაა დაბალანსებული, იგი ცდილობს პოლიტიკური პროცესების პოლარიზებას და ძლიერი ინსტიტუციების შექმნას ხელს უშლის, რომელიც ადამიანების არბიტრალურ ნებაზე არაა დაფუძნებული. ხო, ალბათ ქართული ოცნების ამორჩეველიც შეიძლება ამაზე დაითანხმო, რომ ამას არ შვება. ხო, როცა ლიბერალიზმზე საუბრობთ, აქ მართლა გამომდინარე ალბათ პროპაგანდიდან, გამომდინარე თქვარი მოტივირებული პოლიტიკური დღისესრიგიდან ამ ცნების მარგინალიზაცია შეგნებულად მოხდა. არადა თავისთავად ცხადია, რომ მოსახლეობას უნდა განვუმარტოთ ალბათ, ან უნდა ესმოდეს, რომ ლიბერალიზმი არის ყველა იდეოლოგიის თანხმედრის ადგილი, შეიძლება ითქვას ლიბერალიზმის შემდეგ იმპლემენტაციის სხვადასხვა ხედვები არსებობს, ეს იქნება კონსერვატიული ხედვა, ეს იქნება მემარცხვენე ხედვა, როგორც ამერიკაშია თუ ეს იქნება სოციალისტური ხედვა, ხო? მაგრამ ყველა ამ იდეას სწორედ ლიბერალიზმი ერთია. ლიბერალიზმი არის ერთგვარი იდეოლოგიათა თანხმობის ერთი ხედვა ესეა და მეორე
ნუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნუ ვიქნებით ესეთი ფოკუსირებული იარლიღებზე, განსაკუთრებით ვიცით, რომ ზოგიერთ მიმართულების ადამიანს ეს სიტყვა არ მოწონს. ეხლა შეიძლება ქართული ოცნების ხელში უკვე ღირსების საკითხიც იყო, რომ დაუბრუნდე. მაგრამ აქ უნდა იყოს უფრო შინაარსობრივი საკითხზე, რომ ეს არის ფუნდამენტი. თუმცა მეც გეთანხმები მაგალითად აი ჯონ როლსი ასეც პოლიტიკურ ლიბერალიზმს უწოდებს, ხო? აი მაგალითად როლსი, რომელიც პოლიტიკურ ლიბერალიზმთანაა პოლიტიკურ ლიბერალიზმის მთავარი წარმომადგენელია და ასევე მე-20 საუკუნის ფილოსოფიის მთავარი ფიგურაა, სამართლიანობის მის პირველ მთავარ წიგნში ამ თემაზე, რომელსაც სამართლიანობის თეორია ქვია, იმ წიგნში როდესაც აყალიბებს სამართლიანობის პრინციპებს, როგორც უნიშნულოვანეს პრინციპებს, ხო, ბაზისურ ინსტიტუტები, რაც უნდა იმართებოდეს, ხო? ეს არის ორი პრინციპი, ეს არის ბაზისური უფლებები, ხო, სიტყვის თავისუფლება, თანასწორობა და მეორე პრინციპი არის უფრო რესურსების გადანაწილება. მაგრამ შემდეგ, როდესაც თქვათ კაპიტალიზმის და უფრო გეგმიური ეკონომიკაზე საუბრობს, იქ როლსი არაფიქსირებს პოზიციას ამაზე და ამბობს, რომ ეგ არის ეკონომისტების საკითხი, ეგ არ არის პოლიტიკურ ლიბერალიზმის ფუნდამენტური საკითხი. ვინც არ ეთანხმება, რომ როლზიანურად შეხედოს ამ საკითხს, ხო და ალტერნატიული ის უნდა, კი ბატონო, მაგრამ ჩემი აზრით ის საფუძველდებარე პრინციპები საერთო არის დასავლური, პროდასავლური ჯგუფებისთვის და ჩვენ საერთოზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და არა განსხვავებებზე. განსაკუთრებით, როდესაც ეხა მარტო ამ საკითხებზე ხო არა ლაპარაკი, ხო? ეხა ჩვენ ამაზე არ გვისაუბრებ, ბევრმა შეაფასა და ჩემი აზრით შეფასებები უკვე ტრივიალურია აქ, მაგრამ ჩვენ ეხლა გვყავს სახელმწიფო, რომელიც ღიად, არაფარულად ადამიანებს უსწორდება წამების გზით, ხო? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც ასევე შეაფასა და ბევრი სხვა ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ თვითმხილველები ყვებიან ამას, ადვოკატები ყვებიან, რომ ეს ჩვენ ქართულმა ოცნებამ შექმნა ისეთ სისტემა, სადაც ადამიანებს დაკავების შემდეგ აწამებენ. და შემდეგ ეს ადამიანები მიყავთ პოლიციასთან და პოლიცია აძლევს ცრუჩვენებებს დაუმორჩილებლობის შესახებ, ისე რომ არც უნახავთ ეს, ხო, ეს ყველაფერი არის აღწერილი. ეხლა ქართული ოცნების ბევრი ამორჩეველი ამას ამართლებს, რომ ეს არის ძალადობრივი აქციის დაშლის ლეგიტიმური ხერხი. თუმცა ეს ბრალდები ამ ახსნის უსუსურობა თუნდაც ქართული ოცნების ამორჩევლისთვის ცხადი იქნება, რომ აუხსნი, რომ ეს ყველაფერი ხდება დაკავების შემდეგ. და ფეიერვერკების სროლა კი არა, იარაღი რო ისროლოს ადამიანმა და რო აკავებ იმის წამების სამართლებრივ სახელმწიფოში ის ადამიანის წამების და მე ყალბიჩვენის მიჩემის საფუძველი არ გაქვს. სახელმწიფო, რომელიც მასიურად ამას აკეთებს, შეუძლებელია რამე ფაქტი დაასახელოს, რომელიც შემდეგ ამას ახსნის. ჩვენ ვართ ესეთ მდგომარეობაში. ეხლა ესეთ მდგომარეობაში საჭიროა კონსოლიდაცია ჩვენ საერთოზე და იმაზე თუ რას ვებრძვით ეხლა. ასე რომ ამისი ახსნა უნდა მოხდეს შეთანხმება და მინდა მე ასევე მომავალზეც შემდეგ ვისაუბროთ რა შეიძლება იყოს გეგმა ამაზე. უბრალოდ ეხლა აღნიშნავთ რამდენად ეგზისტენციური ეს ხო არ არის კამათები საუკეთესო ეკონომიკური მარქსის მოდელზე. ეს არის აი რასაც როლსი ეძახდა, აი ძალიან ბაზისურ ამბებზე, ხა, ბაზისურ უფლებებს. და რამ გამოიწვიეთ ამას? შენი აზრით პოლარიზაცია. მოდი აი ამ თემაზე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, კი. პოლარიზაცია, აი მე ჩემი შეფასებით, ჩემს არხზე ამ თემას ვიდეო სტატიას მივუძღვენი, რომ პოლარიზაციის საფუძველი ერთგვარი ღირებულებითი კონფლიქტია, მას კულტურული განზომილება აქვს. რომ გარკვეულწილად პოლიტიკურ მოვლენათა რეფლექსია კი არ წყვეტს პოლიტიკურ სიმპათიების საკითხს, რომელ პარტიას ვინას დაუჭერს, არამედ ერთგვარი ღირებულებითი თვითშემეცნება თუ თვითიდენტობა და აქედან გამომდინარე ადამიანები ირჩევენ კრებსითად ოპოზიციას, ზოგიერთს აქვს კონკრეტულად ოპოზიცია ამორჩეული, კონკრეტული სიმპათიები და კონკრეტული არგუმენტები და ზოგიერთი
ირჩევს ოპოზიციას მხოლოდ იმ რაღაცა ზოგადი ასე თქვათ თანხმობით რომ აი აქ არის უფრო მეტად წამოდგენილი დასავლური ხედვა, ლიბერალური ხედვა, მეტი რაციო. და მეორე მხარესაც ასევე ადამიანები ინარჩუნებენ რაღაცა ერთგულებას ქართული ოცნების თუ ხელისუფლების კურსის, არა იმიტომ რომ კონკრეტულად ეს განაცხადა და უშუალოდ ხელისუფლებამ ეს გააკეთა და აკავა თუ ზალადობა მოახდინა და ამის შემდეგ არის ესეც არ ცulis ადამიანების დამოკიდებულებას, აი ხა რა ფაქტზე შენ ახლა ამ წუთას ისაუბრე. რა მგონია რომ არსებობდეს ადამიანი რომელიც აი ამ ფაქტს ვერ ამჩნევდეს და ვერ ხედავდეს და უბრალოდ უარყოფდეს, მაგრამ ამის მიუხედავად მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სამწუხაროდ მე ისევ აქვს აი ამ ღირებულებით ორიენტაციას და ღირებულებით ორიენტაციიდან გამომდინარე შემდეგ ჩვეულებრივი ფსიქიკის დამცავი მექანიზმები ირთვება, ის კოგნიტური დისონანსი და ასე შემდეგ, რომელიც აცვლებინებს მას ინტერპრეტაციას მოვლენების, რომ ეს დაუშვათ ან შეიძლება ძალიან აბსურდულიც კი იყოს ეს ახსნა. რომ მე რა რომ მე მსმენია ახლა ესეთი რაღაც მომენტი. მე რა რომ აი ესე დააკავეს, კი დააკავე ესე რომ იძალადა და საკავებელია, მაგრამ რატომ მართვებ ტელეფონს? ანუ იქ რომ აპროტესტებს ისიც სამართლიანია, იმას კი ანუ თურმე იქ დაკავება მართალი ყოფილა და ტელეფონს რო ართვევს აი ის აწუხებს ახლა რატომ მართვებს ტელეფონს. თუმცა მე მგონია არ რაღაცა ფაქტების აღიარებაც არ ხდება, კი ანუ ნახეთ ესეთი მე ჩემი დაკვირვებით ესეა, რომ ფოკუსი არის რა ხდება დაკავებამდე და ის ადამიანები აღარ განიხილავენ დაკავების შემდეგ რა ხდება. და მე ხა მქონია ამაზე, მცირე გამოცდილება ამაზე აქ სასაუბროთ, მაგრამ ამ ფაქტს რო ვასახელებ ადამიანების რომისთვის უფრო მისაღებია მსგავსი გასწორების მეთოდები თვითონ აქციაზე, იმათაც აღარ აქვთ არაფერი სათქმელი, რა შეიძლება ამართლებდეს ადამიანების წამებას. ხო, იქ უკვე. მე მგონია რომ ეგ საუბარში მაგას ხაზი უნდა გაუსვათ, რომ ანუ კაი ფაქტებზე ვერ თანხვდები, შეფასებას ვერ თანხვდები, რა ხდება აქციაზე, თქვათ, არხარ აქციაზე და იმეც უყურებ, მაგრამ დაკავების შემდეგ რაც ხდება, მაგას თუ აღიარებ, რომ ამაში უარყოფა შეუძლებელია, სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის აი თუნდაც ისეთი პარტიების, რომელიც აქციას დიდად არ არიან წარმოდგენილები, იაგო ხვიჩიას თუნდაც ხო, მისი ამორჩეველი მას უყვება სოციალურ ქსელში, სრულიად სული შემძვრელი ვიდეოა დეტალები, როგორ იყო ისე რომ არც არანაირ ასაფეთქებელს არ ისროდა, საერთოდ გარიდებული იყო პროცესისგან და მოყვა ჩიხში სპეცნაზელებთან და დეტალურად ყვება როგორ გაუსწორდნენ, ხო? ადამიანებს რომ ამას რო უთითებ, ხო, ეს ნახეთ ყველა, ამას რო უთითებ ისინიც იმათაც უკვე ის ქართული ოცნება აწვდის აუდიტორიას გამამართლებელ მიზეზებს, მაგრამ ამაზე არ აწვდის, ამ ფაქტებს არ აღიარებს, ან არ ეუბნება. და ჩემი აზრით ამ ფაქტებს მე ესე მგონია, რომ მაინც ქართველებს და ზოგადად ადამიანებს არ უყვართ დაგდებულის ჩაგვრა, ესა მიუღებელი. ეს ფაქტი უნდა დაანახო ამ ადამიანებს და შეუძლებელი ხდება მერე გაამართლოს თუ რამე ეთიკურ პათოლოგიასთან არ გვაქვს საქმე. ხო, მაგრამ აი ეს ერთგვარი რაციოს გაჟონმა თუ შეიძლება ეს ტერმინი გამოვიყენო, ეს ჩანდა თავად არჩევნების პროცესშიც. მანამდე არ ქონდა დარბევები იყო მოგეხსენება გაზაფხულშიც, იქაც არანაკლები სისასტიკე. თუ უფრო უარესი არა, მოდი ასეც რო ვთქვა, იმიტომ რომ კაც არავასდროს სრული სისასტიკე. ყველამ ვიხილეთ ეთერში ადამიანი აბსოლუტურად შერჩეული, ნორმალური და ვარცხნილი ლექსიკით ესაუბრება პოლიციელებს და მერე რა დამართეს. გადაურჩას ეს ხო ეს ადამიანი უბრალოდ. მაგრამ იქაც ჩვენ როცა ვსაუბრობთ დაუშვათ არჩევნების გაყალბებაზე, თუნდაც ეგზიტ პოლების შედეგებში მოცემული მონაცემები რომ ავიღოთ როგორც პირობითად ნამდვილი მონაცემები, ჰიპოთეტურად ნამდვილი. რასაც ქართული ოცნების ამორჩეველი სასტიკად შეეწინააღმდეგა. დავუშვათ ჰიპოთეტურად ეს არის ნამდვილი მონაცემები, იქაც ხო ჩანს უმრავლესობა ქართული ოცნების ამორჩეველი. რა იცი ამ ხალხო?
რა რაციო, ანუ კონკრეტული რა არგუმენტები იყო რომ აიჩი ახლა. ანუ პარტიამ არაფერი არ დაკვირდა. პარტიამ მხოლოდ და მხოლოდ მოწინააღმდეგის გაშავებაზე ისაუბრა. ხო, ეს არ ახალია, ხო. და პარტიამ პრაქტიკულად წარმოადგენდა რაღაცა ძალიან აბსურდული, სპეკულაციური და რაღაცა არ ვიცი მე რა. ჩვენთვის აბსურდულია, მაგრამ ადამიანები ძალიან მიდრეკილები არიან, როდესაც გააქვს ამბავს ყვები, რომელიც მარტივად გასაგებია და რთულ მოვლენებს ადვილად ხსნის. ხო? ასე რომ მსგავსი ამბავს როცა ყვება, რომ არის ჯგუფი გლობალური ომის პარტიის, ხო? რომელიც ამას აკეთებს, ну ეს უნდა ვაღიაროთ, ვიცით ფსიქოლოგიური კვლევებიდანაც, პოლიტიკური მეცნიერების კვლევებიდანაც, რომ როდესაც გაქვს ამბავი, ეს ამბავი ხალხზე ახდენს გავლენას. ხო, შეიძლება უმრავლესობაზე არ ახდენს და ვიცით, რომ უმრავლესობას ამის არ სჯერა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც დიდ ნაწილზე ეს იმუშავებს. როდესაც გააქვს მარტივი ისტორია ამბავი, რომელსაც უყვები, რომ ეს ესეა და ჩვენ აქ ვართ. ეს ხო ძალიან კი ერთი ჩვენთვის სრულიად აბსურდულია. ხო, მაგრამ ამაში აი ძალიან ჩვეულებრივი ლოგიკური აზროვნების ილეთებით შეიძლება ამისი გამორიცხვა და ამ სისულელის უგულებელყოფა, ხო? ანუ როგორ მოხდა ის, რომ ქართულ საზოგადოებაში თეორია კი არ ვიცი რაც, პროპაგანდა, გლობალური ომის პარტია, მეორე პროგრამა მამაკაცები არ დაქორწინდნენ და ომი გინდათ. ამ სამიდან შეიძლება ომის საფრთხეზე, როგორც თეორიულ შესაძლებლობაზე, კიდე რაღაცა რაციოს ფარგლებში ისაუბრო, გარკვეულ საფრთხეებზე მართლაც ისაუბრო. თუმცა აი მოკლედ დავუმატებ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ახლა ეს ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც ხედავ 12 წლის განმავლობაში ამ მდგომარეობამდე მივედით, ხო? პარტია, რომელსაც ომის საფრთხეები აწუხებს, ესე არ იქცევა. ქვეყანა და პოლარიზაცია, ანუ ქვეყანაში პასუხისმგებელი არის მთავრობა, განსაკუთრებით, როდესაც აქვს ერთპიროვნული ძალაუფლება. და თუნდაც ქართული ოცნების სამორჩეოსაც, რომელსაც არ მოსწონს ქვეყანაში არსებული სიტუაცია, ეს არეულობა და დაძაბულობა ზდის თუ არა ომის რისკს, ხო? რა თქმა უნდა ზდის. ასე რომ პარტია, რომელსაც ადარდებს ეს, როგორი გზით წავა, ხო? ისაუბრებს, დათმობს რაღაცას, შეეცდება, რომ განსხვავებული თუნდაც მათი გადმოსახედიდან უმცირესობაში ყოფი ადამიანების პოზიციაში შიშები და წუხილები გაიზიაროს, ასე რომ თვითონ ქართული ოცნების ამორჩეველებმაც უნდა შეხედოს, როგორ ამ მდგომარეობაშია ქვეყანა. არავის არ მოსწონს, არავის არ ეხალისება, ესეთ ეხა რაც ხდება. და აქ უკვე ერთი ნაბიჯია, რაც ჩვენი პოლიტიკური კულტურის ნაწილი არ არის. და ქართული ოცნებაში რატომაც არ მომწონს, ალბათ ყველაზე მთავარი ეს არის, რომ ესაა პარტია, რომელიც სისტემატიურად უარს აცხადებს პასუხისმგებლობის აღებაზე. ქვეყანაში რაც ხდება, რომ არ მოწონს არც ქართული ოცნების სამორჩეოს, არც მოწინააღმდეგეს, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ პასუხისმგებელი არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მართავს ქვეყანას. ეხა ეხა ქართული ოცნებას რატო ვთქვი, რომ ეს არის თვისება, რომელიც თავიდანვე ჩემთვის მიუღებელი იყო და რატო ვიძახი, რომ ეს თვისება ქონდა. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველა მიცით, რომ აქვს შეუდარებელი და შეუსაბამო დიდი პოლიტიკური და ფინანსური ძალაუფლება, ფორმალურ თანამდებობაზე იყო მხოლოდ რამდენიმეჯერ. პირველად რო იყო პრემიერ-მინისტრი, მე ღარიბაშვილმა შეცვალა, მე მეორედ პატარა ვადით როცა გახდა და ეხა არ აქვს ფორმალური სახელმწიფოებრივი თანამდებობა. პარტიის საპატიო თავმჯდომარე არ არის რამე კონკრეტულ პასუხისმგებლობას პოლიტიკურს არ მოიაზრებს. ახლა სიაში იყო. და უკვე გავიგეთ ცნობა, რომ სიიდან ამოეწერა, ანუ გაუუქმდა მას საპარლამენტო. და როდესაც ესეთი ადამიანი ამხელა პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც აქვს, უარს აცხადებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას. ასევე ქართული ოცნების გუნდი, ხო? ავიღოთ გავრილოვის ჩამოყვანა, ხო? იქ ბოკერია იყო დამნაშავე თუ არ ვიცი ზუსტად ვის ადანაშაულები. ანუ პასუხისმგებლობას არ იღებს. ყოველთვის, როდესაც ლაპარაკობს პოლარიზაცია დასრულდება, პოლარიზაცია არის
ვიღაცის ბრალი, რომელიც თუ გააჩუმებენ ან დაასუსტებენ, გაჩერდება. ანუ არ იღებს პასუხისმგებლობას პოლარიზაციაზე. არ იღებს პასუხისმგებლობას, ეხლა რაც ხდება, აი ხა ვიზე გადმოვთ პასუხისმგებლობის ტვირთი. ჩემი განცდა ახლა აი მითხარი შენს რას ვფიქრობ, მე როგორც გავიგე, ანუ აბრალებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ვერ გაიგეს მათი მესიჯი. ხო? ანუ სრული ერთადერთი პასუხისმგებლობა აიღეს ეს რაცა ქედმაღლური და დამცინავი, რომ კახა კალაძეს ხრიდან, რომ ხელებს წევო, რომ ვერ ვაღიარებთ, რომ ვერ ახსენეთ კარგად. მაგრამ მაინც ანუ ეს პარტია საკუთარ ამორჩევლებსაც არ აძლევს იმის გარანტიას, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები. ესე პოლიტიკური პროცესი ვერ იარსებებს და ამისი მოკლედ ვიტყვი ამის მაგალითზე. ამერიკის ერთ-ერთ პრეზიდენტს აიზენჰაუერს თუ არ ვცდები, ჰქონდა ოვალურ ოფისში ესეთი წარწერა, რომლის ქართული შინაარსი არის შემდეგი, რომ პასუხისმგებლობა მოდის აქ. ან პასუხისმგებლობის ბოლო ინსტანცია არის ეს. ეხლა რას ნიშნავს ეს, რომ ქვეყანაში რაღაცა რო ხდება, ხო შეიძლება თქვა, რომ ესაა ფინანსთა სამინისტროს ბრალი, ეს არის ამის ბრალი, ესაა პოლიციის ბრალი, ეს არის ის უწყება ოვალური ოფისი, თეთრი სახლი, რომელიც პასუხისმგებლობას ხმას ვერ დააკისრებს. ესეთ პასუხისმგებლობის აღება ქმნის პოლიტიკური ელიტა და მოქალაქეები უნდა აიძულებდნენ პოლიტიკური ელიტას თუ ამას არ ახერხებენ, რომ მათ აიღონ პასუხისმგებლობა. ეხლა მე ვკითხულობ, თუნდაც ქართული ოცნების სამორჩევლისთვის არის თუ არა ეს პარტია რომელიც პასუხისმგებლობას იღებს. თუ სისტემურად ხედავთ, რომ პასუხისმგებლობას აკისრებს სხვას, ოპოზიციას, რომელსაც ბევრად ნაკლები პოლიტიკური და ფინანსური რესურსები აქვს, ადანაშაულებენ პოლარიზაციაში, ადანაშაულებენ სხვადასხვა პრობლემებში, აი ერთ-ერთი მაგალითი ამის ჟურნალისტებზე ხშირად სვენია ეს სენტიმენტები, მათ შორის ქართული ოცნების მოწინააღმდეგეებისგანაც ხანდახან, რომ ჟურნალისტები ყავს საშინელი და დაღუპეს ქვეყანა, რაღაც ეგეთი. როდესაც ამ ხელა პოლიტიკური გაუნაწილებელი ძალაუფლება აქვს პარტიას 12 წელი და ფინანსური რესურსები, იქ რო შენ ჟურნალისტი გონია ქვეყნის პრობლემების მთავარი მამოძრავებელი, არ ვიცი მაგას რა დავარქვა, ხო? ნუ ქართული ოცნების პროპაგანდას მე ჩვენ ყველა საქართველოს მოქალაქეები უნდა შევთანხმდეთ, რომ პასუხისმგებელი არის მმართველი პარტია. კი ბატონო, ანუ ამის გარეშე როგორ შეიძლება პოლიტიკური პროცესი ნორმალურ იმაში ჩაჯდეს? და ქართული ოცნება აკეთებს პასუხისმგებლობას გაურბის, ან რაღაცა ძალა ურევს საქმეს აქ, ხო? ან ბიძინა ივანიშვილამდე არ მიდიოდა რაღაცეები თუ არ იყო მაშინ მმართველ პოზიციაზე, ხო? ან ჟურნალისტის ბრალია, იქ პოლარიზაციას ესაკეთებს და მე ვკითხულობ, რა გააკეთა, ანუ რა გაუარესა შემიძლია თქვა, ვერ მეტყვით რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ პოლარიზაციის შესამცირებლად. შეამცირებდა პოლარიზაციას, როდესაც დაპირდი შენ მოქალაქეებს პროპორციულ არჩევნებს და მოატყუე. ის შეამცირებდა პოლარიზაციას, როდესაც დაპირდი რომ რუსულ კანონს გაიწვევდა მერე შემოაბრუნე. ის მოაწესრიგებს პოლიტიკურ პოლარიზაციას, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს რამდენადაც არ უნდა მოგწონდეს, მათ მოიხსენიებს როგორც მტრად, ხო? ეს ხო წარმოუდგენელია პოლიტიკური პოლარიზაციის მამოძრავებელი არის მმართველი გუნდი. ხო, აი ცოტა ადრეო დასვიკითხვა და მათი საბუთი არის ისევ მათი სტრატეგია არის, რომ მე არ ვარ პასუხისმგებელი. და ის დასავლური ეს პოლიტიკური პრინციპი, რომ პასუხისმგებელი ხარ შენ და შენ ვერავის ვერ გადააბრალებ, ეგ მე ვხედავ, რომ ეგ საერთოდ არის ჩამოშლილი. და სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეების ნაწილიც კი თუნდაც ოცნების მომხრე, თუნდაც მოწინააღმდეგე, ზოგჯერ სხვა ხარეს იცავენ, ხას მაგალითად NGO-მ შეჭამა გრანტი, ეგ არის პრობლემა. ჟურნალისტები ყავს თუდი, ეგაა პრობლემა. ხო, თამას, შენ ძალიან მნიშვნელოვან მომენტზე გაამახვილე. ყურადღება და აქვე მინდა მე შევნიშნო, რა უცნაური პოლიტიკური კომუნიკაციის სტილი აქვს თავად, აი ამ ქართულ ოცნებას. აი ამ კომუნიკაციის სტილში რატომ არის, რომ ყოველთვის არის თითქოს და შერჩეული ისეთი ტოქსიკური ერთგვარი კომუნიკაციის ენა, რომელშიც მოვლენათა
შეგნებული რადიკალური შესრულება არის, ანუ წარმოდგენილი. ანუ ეს სტილი არის წარმოდგენილი არა მარტო ირაკლი კობახიძის კომუნიკაციის სტილში, მსგავსი სტილი ასევე მეორდება ქალბატონი წულუკიანის სტილშიც. მართლაც იყო გახარია აი ამ სტილიდან ცოტა გამონაკლისი. მაგრამ მსგავსი სტილი ოღონდ არა იგივე, ასე ვთქვათ, სიხშირეში წარმოდგენილი იყო, თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის სტილი ისევ მე მაინც ვუკავშირებ უფრო გემაინშაფტურ, ასე ვთქვათ, რაღაცა თემის დისკურს, რომელშიც უფრო იყო ეს რაღაცა სოფლის ასე ვთქვათ, შინაარსი გატარებული, ანუ უფრო ასე ვთქვათ, ქართული მასკულინური კახური რაღაცა პოლიტიკური კულტურის რაღაცა თითქოს, მაგრამ აი ამ ორ სტილში რაღაცა უფრო მეტია მსგავსება. ეს შე როგორ აფასებ? აი ამ კომუნიკაციას რატომ აქვს ესეთი ხასიათი? თითქოს და ისე რომ ჩვეულებრივ მნიშვნელობებს, რომელსაც ერთი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, მას ასე ერთგვარი ჰიპერრეალობის მნიშვნელობას ანიჭებს, ხო? ანუ თითქოს ზერეალობა არსებობს, ანუ პოსტრეალობა, ხო? პოსტსინამდვილე. აი რაღაცა ყველა ეს სტილში პოსტსინამდვილის თითქოს და რაღაცა შემოთავაზებაა, რომ მას ერთი მნიშვნელობა არ აქვს. აი ნუ განა ჩვენ ავართ ცუდები, ანუ ისინი უფრო ცუდები არიან. განა ევროკავშირია ცუდი. ანუ ევროკავშირში აი ესეთი რაღაცეები ხდება, თურმე ზნეობა ყოფილა გამრუდებული. ანუ ყველაფერში ერთმნიშვნელოვანი რაღაცა ორიენტირების წარმოდგენა რო საზოგადოებამ კარგად გაერკვეს კი, მაგრამ სად მივდივართ, რას ვაკეთებთ, რატომ ვირჩევთ ამას? არა. ყველაფერში თითქოს რაღაცა ცუდი რაღაც მხარეები. აი ესეთი სტილი რატო არის წარმოდგენილი შენი აზრით? ხო, ჩვენ ხედავთ, რომ გაუარესდა ეს კომუნიკაცია და პოლიტიკური მესიჯების გადმოცემის ხარისხი, პოლარიზაცია დროთა განმავლობაში. და ეს არის, ანუ ამის მაგალითები გვაქვს, ეს არის სრულიად მოსაოდნელი პარტიისგან, რომელიც ამდენი ხანი არიან ხელისუფლებაში და რეალური, სოციალური სამართლებრივი საკითხები, ეკონომიკური განვითარების საკითხები, პოლიტიკური სამართლებრივი ვერ მოიტანა. და კი აქვს პატარა, ანუ გაზარდა მაგალითად სოციალური პროგრამები, რომელსაც პოლიტიკური შინაარსი აქვს, გაზარდა რაღაცა უწყებაში ამდენი მოქალაქეა დასაქმებული, რომელზეც ფიქრობს, რომ მეტი ბერკეტი ექნება, თუმცა ყოველ ძირითადად ეს პოლიტიკური პარტია არის წარუმატებელი იმ მიზნების გადმოსახედიდან, რა დაპირებითაც ისინი მოვიდნენ. და როდესაც ვერ აკეთებ ამ კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ხო? სრულიად მოსაოდნელია, რომ ესეთ რაღაცებზე მოხდება ფოკუსი, როგორც არის რაღაცა კულტურული ომის საკითხები, რომელიც დასავლეთიდან არის გადმოღებული და რუსეთიდან, ხო? რომელიც სრულიად აი ხა დავსვათ კითხვა, რატო გაჩნდა 2024 წელს LGBT პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის გაჩენის აუცილებლობა ან უცხოური დაფინანსების რუსული კანონის, ხო? უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონი, როგორც მოიხსენებენ, ხო? რატო? იმიტომ რომ ვერ თავაზობს ვერაფერს მნიშვნელოვანს არსებიც და უწევს ამ გამოგონილი და ხშირ შემთხვევაში ინსტრუმენტულია მისი ძალაუფლების, რომ ესეთი რაღაცები გააკეთოს ამ საკითხებზე ფოკუსი. ეს არ არის გასაკვირი, ეს ხდება მსგავს პოლიტიკურ სისტემაში. ხო? არც ერთი რუსეთის მაგალითიც ამისი მაგალითია, ხო? კი, ანუ ქონდათ გენოციდური სრულიად სასტიკი ომი ჩეჩნეთის წინააღმდეგ, იმის მიუხედავად, რომ ვიცით ჩვენ 90-იანი წლები 94-ში თუ 95-ში ქონდათ შეთანხმება მშვიდობიანი გადაწყვეტის კონფლიქტის და ერთი მაგალითია რუსეთი ამ შეთანხმებას როგორ ასრულებს, უკრაინის მაგალითიც ამისი მაგალითია, ხო? ანუ როდესაც ვერაფერს სხვას ვერ თავაზობ, მე ეს თავაზობ აი ესეთ რაღაცებს. და ეხა ქართული ოცნების ამორჩეველიც კი, ანუ მე
ყველა ადამიანს გვაქვს ინდივიდუალური ურთიერთობა, ხო? ხალხთან ხვდებით ადამიანებს ტრანსპორტში, თუნდაც აქციებთან ან ათესავებს, ხო? მე მაგალითად მიჭირს გავიხსენო ქართული ოცნების ამორჩეველი, რომელიც პოზიტიური არის, პოზიტიურად ახასიათებს ქართულ ოცნებას, რომ მან მიაღწია რაღაც მნიშვნელოვანს. ხო, ყოველთვის არის, ან თვითონ ხანდახან გეუბნებია, რომ რა გინდა ამ ქვეყანაში ხო ხედავ, რომ არაფერი არ გამოდის აქ. ხო, ან როდესაც ხარ ქართული ოცნების ამორჩეველი. ხო, ანუ მე ესენი კი არ მომწონს, საზიზღრები არიან და ასე შემდეგ, ხო? ანუ თვითონ საკუთარი, ანუ მაგაში დამახასიათებელია ქართული ოცნება, რომ საკუთარი ამორჩეველებიც დიდად პოზიტიურად ან საერთოდ არ ახასიათებენ პოზიტიურად. და ეს არის მოსალოდნელი ნებისმიერ პოლიტიკური პარტია, ჩემი აზრით საბოლოოდ ესე ამ თემებზე გადაირთვება, რომელიც არის საერთოდ ირელევანტური, გამოგონილი და არ ვიცი, როგორც სოციოლოგი, შემთხვევით კიდევ უფრო ის იქნება, ხო, ეს რომ როდესაც არაფერ რეალურს არ სთავაზობ, მე მაგ ხარეს მიდის. ეხლა რაც შეეხება ვულგარულ ენას, რომლის წარმომადგენელიც არის ღარიბაშვილი, რომელიც ჩემი აზრით კატასტროფული იყო ამ ამბავში, განსაკუთრებით მეორე ვადაში. ეხლა ისეთ ცუდ დღეში ვართ, რომ ზოგს ღარიბაშვილი უკეთესად ეჩვენება. რაღაცა გასაგები მაინც იყო. ხო, გასაგები მაინც იყო. ეს საერთოდ გუგებარია. ეს ხო, ნუ ირაკლი კობახიძეს ესე იგი დასავლეთშიც არის, ანუ აი მაგალითად, როდესაც ტყუილების მასშტაბურობაზე ლაპარაკობენ, ხო? აი ფილოსოფიაში ერთი ესეთი განსხვავება, რომელიც პოპულარული გახდა, არის განსხვავება ტყუილსა და ბულშიტს შორის რა, ქართული შესატყვისი რა იქნება, მონაჩმახი. ხო, მონაჩმახი ან დაბოლება, ხო? ტყუილი არის, როდესაც იცის სიმართლე და განზრახ-გინდა ადამიანი შეცდომას შეიყვანო, მაგრამ არის ეს მონაჩმახი ან ბულშიტი, როდესაც ანუ საერთოდ არც კი გაინტერესებს, რასაც იძახის სიმართლეა თუ არა. ანუ ამ სიმართლისა და ტყუილის იკითხა რა კიდე. და საუბრობ უბრალოდ იმას, რაც გონია, რომ ან შენ ამორჩეულს უნდა რომ გაიგოს, ან შენ გინდა. აი ამისი და არც გადარდებს უკვე ამის გადამოწმებს მაგალითი. ხშირად ხედავ, რომ ამ ბულშიტისთან გვაქვს საქმე და ამასაც ეს ძველი განსხვავება, ეს პოპულარულია, მგონი 70-იან წლებში გაჩნდა, ეს ბულშიტსა და ტყუილს შორის და სხვაებმა კიდე სხვანაირად წაიყვანეს, ხო? ეს განსხვავება და ხედავ ქართულ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში ამ ბულშიტის მოზღვავებას, მაგრამ მეორეა რომ სრულიად არასენსიტიურები არიან მარტივი ტყუილების, რომელიც ადვილად გადამოწმებადია. აი BBC-ს ქონდა ძალიან კაი კორესპონდენტი ყავს რუსეთში, რუსულ საკითხებზე მუშაობს და საქართველოს საკითხებთანაც არის კითხვას უსვამს კობახიძეს, რომ რატო, ანუ გასაგები არის თუ არა, ვინც აპროტესტებს იმათი პოზიცია, იმიტომ რომ თქვენი პარტია ყოველთვის პირდებოდა ევროკავშირთან ინტეგრაციას. თქვენ წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, ხო, ევროპისკენ, ხო, გამოკრული ხონდათ ეს ამბები და შემდეგ თქვენ არჩევნებიდან ძალიან მალე უნებით რომ ვაჩერებთ ყველანაირ პროცესს 2028 წლამდე. და კობახიძე პასუხობს სრულიად შვიდი გაწონასწორებული ხმით, რომ ტყუილია ეს და ეგეთი რაღაცა ეს არის ანუ სიცრუე. და ის იძახის, რომ სრულიად გამოუგნებელი იყო ეს პასუხი, იმიტომ რომ 2 დღით ადრე, ანუ აჩვენებს კადრს როგორ იძახის ამას. ან თუნდაც რა მოხდა ეხა რუმინეთის და იტალიის შემთხვევაში, ხო, კობახიძე რო იძახის, რომ არ მოწონდათ ეს სანქციების ეს თემები და ნახეთ გააკეთეს განცხადება. ასე რომ ხო, ეს ანუ ისეთი გამრუდებულია, ხო, პოლიტიკური პროცესი, რომ საერთოდ დაიკარგა ინტერესი სიმართლის მიმართ. თამას, შენ როგორ აფასებ ახლა კიდე აი ამ ბულშიტებში მონაჩმახში ჩვენ ესეთ ტერმინზე შევთანხმდით, ხო? არის პოლიტიკური манипуляция, რომელშიც შეიძლება ჩვენთვის არაზნეობრივი და უზნეო, მაგრამ მათთვის პრაქტიკულად მომგებიანი რაღაცა
მიზნები და ამოცანებია გატარებული, თუ ამ მონაჩმახში ლოგიკა არ არის. ანუ ხო არა გვაქვს ჩვენ კონკრეტულად კიდევ პრობლემა, რომ ანუ ფსიქოლოგიური, ფსიქიკური ჯანსაღი ფსიქიკური, ასე ვთქვათ, რეფლექსიის პრობლემა ხო არა გვაქვს ხელისუფლებაში. ძალიან ის არის ახლა რთული შესაძლებელია ეს ამბები, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძეს რო უსმენს ყველა, ადამიანი რომელმაც იცის რა ხდება, რა თქმა უნდა, გაუგნებულია BBC ჟურნალისტის მაგალითი რო ავიღოთ. ასევე თუ არცები ბრიტანელ ჟურნალისტთან ქონდა ერთ-ერთ ქართული ოცნების წარმომადგენელს დამავიწყა, რომელმაც მასონებზე დაუწყო ლაპარაკი და სულად გაუგნებული უსმენდა ეს ადამიანი, ხო? იმაზეც ლიბერალურ ფაშიზმსაც დაუსვეს კითხვა და იქაც ვერაფერი ვერ გასცა პასუხი საკმაოდ ეგ ლიბერალური ხო მე ლიბერალურ ფაშიზმზე არ მინახავს გონი მაგრამ ეხა ისმის კითხვა ანუ რა ხდება ანუ შეერათ ამ ადამიანებს ამისი თუ რასთან გვაქვს ეხა არ მინდა ეხა საჯარო განხილვაში მან შესვლა უბრალოდ ეს მათი მოტივი არის მთავარი და მოტივი რა არის რომ ძალაუფლების შენარჩუნება. ასევე ხა ეს ძალაუფლების შენარჩუნებას როგორ ამართლებენ თუ არა, გონიათ თუ არა რომ ქვეყნისთვის კარგს აკეთებენ. მე ვიცი რაც ზოგადი კანონზომიერები, რაც ადამიანს ახასიათებს ესეთ დროს, ხო? ჩვენ პირველ იმაზე ვისაუბრეთ, ესაა მიკერძოებები კოგნიტური და თავის მოტყუების ძალიან ძლიერი რესურსი, რომელიც თითოეულ ადამიანს გააჩნია. როდესაც როდესაც არ სჭირდება სხვის მოსმენა, ხო, იმ სრული ძალაუფლება აქვს და ანუ რეალურად არავის მოსმენა არ სჭირდება, თუ და кайხანი არ უსმენენ, ხო, მნიშვნელოვნად. და როდესაც მარტო თანამოაზრეებს ესაუბრები, რისკი იზრდება იმისი, რომ ბევრ რაღაცას იჯერებ ისეთ, რომელსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არ დაიჯერებდი. ეს უნდა გავითვალისწინოთ. აი მაგალითად ის ქართული ოცნების ის წარმომადგენელის არა ძალიან მაღალ თანამდებობას თუ არცები ჟურნალისტს რო ელაპარაკებოდა მასონებზე. ქალბატონი ხო? ხო. ისეთი შტაბ-ბიჭება დამრჩა რომ შეეროდა ამის. ეს ეხა როგორც არ არის ეს გასაკვირი, როდესაც არ გაქვს როდესაც საღი აზრია შენ წრეში ესეთი რაღაცეები, ამას იჯერებ შენ. და მას რო კითხეს, ანუ რა საბუთი გაქვს სახელები შეგიძლია გითხრათ ამ ომის პარტიის, ანუ ეს ჟურნალისტი ეუბნება, რომ ჩვენთვის დასავლეთში ცხადია, რომ ესაა ძველი ხერხი ავტორიტარიზმის და მსგავსი რეჟიმების რაღაც ამბებს თუ თხცავენ სხვა ამ ტერის შესახებ, ეს ხო ახალი არა? იდახის, რომ ეს ძალიან გავს იმ ნარატივს და სრულიად ცხადია, რომ ესაა და ეს იდახს, არა. პრემიერ-მინისტრს აქვს მტკიცებულებები, რომელიც მანაც როგორც ჩანს არ იცის, მაგრამ ჯერა რომ ვიღაცას აქვს. ხო და მაინც რო დაუბრუნდი, ანუ ფსიქოლოგიურად ეხა არ მინდა შევაფასო, უფრო ემპირიულად ობიექტურ ფაქტებზე ვიტყვი, რომ ადამიანებს აქვს დიდი რესურსი დაიჯერონ სისულელეები. ეხა არ ვიცი, რამდენად გავრცელებულია ეს, მაგალითად ბიძინა ივანიშვილს რო უსმენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუებს, ხო, რამდენიმე ისეთი დასამახსოვრებელი ინტერვიუები ძველი თუნდაც, როდესაც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, ხო, ვეფხისტყაოსანზე, თუ არ ვწდები და ბავშვის აღზრდაზე, ნიჩეზე, ხო? და შემდეგ ეხანდელ რაღაცებს, რასაც უსმენ, ანუ არ ტოვებს ეს კრიტიკული მოაზროვნე ადამიანის შთაბეჭდილებას, ხო? ასე რომ, ხო, უბრალოდ მაგ ფსიქოლოგიურ განხილვაში რთულია შევისე. ერთი ჩემთვის თავი ის არის, რომ ესენი აიხსნება მოტივი ძალაუფლების შენარჩუნების. მერე ამისი სჯერათ, არ ჯერათ, რა ისენია, ეს იქნება ჯერ ეპისტემურად დაფარულია. ხო, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზეც არა გვაქვს ჩვენ პასუხები, ამაზე ვთანხმდებით, იმიტომ რომ არა გვაქვს საკმარისი არც მონაცემები და არც შიდა სამზარეულოში ჩახედვის საშუალება, მაგრამ ეს სერიოზული საკითხია. ანუ ამ ადამიანებს აქვს ესეთი მსოფლმხედველობა, რომელშიც ჩვენი გადასახედიდან კონსპირაციული თეორიები მათთვის ლოგიკური რაღაცა კონსტრუქციებია. იმიტომ რომ თუნდაც ბიძინა ივანიშვილის წინა საარჩევნო ინტერვიუ რაც იყო, ხო გვახსოვს არა, იქაც წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომ ეს ფინანსური პრობლემები, რომელიც შეუქმნა დასავლეთმა
და შეუქმნა დასავლეთმა ალბათ იმიტომ რომ მასზე ზეგავლენა მოახდინოს. ანუ შვეიცარიის ბანკზე რაღაცა აქტორებია, ანუ ისე არ არის საქმე, როგორც ეს შეიძლება იყოს ბანალურად ფურცელზე და კონკრეტულად წარმოდგენილი, რომ რაღაცა ფინანსური მაქინაცია ვიღაცამ რაღაცა არასწორად შეასრულა, მან მიიღო ზარალი. არა, ესე მარტივად არ შეიძლება იყოს, რაღაცა სხვა არის. და ამ რაღაცა სხვა არისში ის კონკრეტულად ამბობს ესეთ რაღაცას. და ეს რაღაცა ძალიან საყურადღებო მომენტი იყო, რომ მე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს არ შევხვდი, იმიტომ რომ კომპლექსი მაქვს, ეს როგორი ლოგიკაა, ეს მეორე საკითხია, კომპლექსი არ შევხვდი, სანამ ისინი манипулირებენ ჩემზე ამ თემით და ეს თემა მომიგვარონო დამილაგო და მე შეიძლება მათთან დიალოგი გქონდეს. აი ეს იყო ხო საუბარია რა. რაღაცნაირად ჩვენ რომ გავამარტივოთ მთელი ის ნარატივი რაც იქ წარმოადგინა, ფაქტიკურად ეს იყო. აი ეს გლობალური ომის პარტია თუ კი გადმოვიყვანთ უკვე მოქმედ გვირებში ესენია. აი ეს სურათია რომ ვიღაცა ცდილობს манипуляციას ფინანსური რაღაცა საქციებით, რომ რაღაცა დაათმობინოს დაბუშვოთ, ხო? და ეხლა ამ სურათში თუ კი ესენი ამას ნამდვილად ასე მიიჩნევენ და სასწორზე დგას საქართველოს მომავალი. მისი ევროინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია, რომელიც იმდენად დაშორდა უკვე ეს თემა, რომ რაღაცა უკვე, რა ვიცი, მანიქაში და სტეიკი რაღაც ორი განსხვავებული საერთოდ კულინარიული მიმართულება თუ აი რაღაც ამდაგვარ რაღაცა რეალობაში აღმოჩნდით მაშინ როცა ეხანდელ პროტესტებში ნატოს საკითხი საერთოდ აღარ არის საერთოდ აღარ იმდენად დავშვა არაადეკვატურია უკვე ნატოზე ასე რომ იქ ქართული ოცნების წარმომადგენლების და მომხრეების ეს ხაზი რომ ნატოზე მაინც არ გვიღებენ და რაღაცა ეს პროტესტი არ არის მაგაზე ეს არის ხო მაგაზეც მინდა ვისაუბრო პროტესტის შინაარსზე მე რეალურად ესე იგი თუ კი ეს მართლა ასეა და რაციოს სერიოზული დეფიციტია ხო არის ეს რაღაცა სერიოზული პრობლემა რომ პრობლემა შეიქმნა იმიტომ რომ რეალობის ადეკვატური აღქმა არ არის გადაწყვეტილების მიღება ხო და ჩვენ უნდა გვესმოდეს რატო ხდება ესე ხო იმიტომ ხდება რომ კარგად შემოწმებულ ტესტირებულ გზას არ მივყვებით რომელიც არის ძალაუფლების დაბალანსება და კონტროლი და დანაწილება ეს არის კარგად შემოწმებული გზა თანამედროვე გამართული სახელმწიფოს ასაშენებლად როდესაც ამას არ აკეთებ ბევრი ფსიქოლოგიური მექანიზმი პოლიტიკური мотиваცია ხსნის რატომ მიდის ესეთ გაუარესებასთან საჯარო საკითხების განხილვის პოლიტიკური არგუმენტაციის განხილვის და წარმოდგენის კუთხით ეს გასაკვირი არ არის ასე რომ უნდა გვესმოდეს ამაზე მინდა ვთქვა ბევრი ვინც მათ შორის კრიტიკულია ქართული ოცნების მიმართ იძახის რომ ანუ ეხა რო იძახიანო რომ ისა ოღონდ ბიძინა არა და გვეშველებაო ესო რითი განსხვავდებაო ოღონდ ჩევარნაძე არა და გვეშველება ოღონდ სააკაშვილი არა და გვეშველება და ფიქრობენ რომ მარტო ეს ეხა ვართ იგივე სპირალში და ეს არ არის ესე იმიტომ რომ ეხა არის ერთადერთი ეს არის უნიკალური შემთხვევა როდესაც ქართული ოცნების დამარცხება არ გულისხმობს ვინმეს ერთპიროვნულ გამარჯვებას ეს ხდება პირველად. ეხლა ვისაც გონია რომ იმის მიუხედავად რომ 2012 წელს ქართული ოცნება 6 თუ არ ვწები 6 პარტია შედიოდა კოალიციაში, ხა თუ იმეს ჯერა რომ ეს იყო კოალიციური მთავრობა, არ ვიცი ხო, არავითარი ძალაუფლების დანაწილება არ იყო. კოალიციური პარლამენტი იქნება, აი თქვა ეს 4 პარტია ან თუნდაც რაღაც ქართული ოცნების ჩართულობით რომ რაღაცა ტიპის პოლიტიკურ დღისდღეობით შექმნიან. ასე რომ არაფრით არ შეიძლება ეხანდელი პროცესის გაიგივება, თუნდაც რაც იყო ვარდების რევოლუციაზე, ან რაც იყო ეხა. იმიტომ რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეალურად შეიძლება გქონდეს პოლიტიკური პლურალიზმი. ერთადერთი, ასე რომ ამის გაიგივება არ უნდა მოხდეს, რომ როგორც ბიძინამ ვერ გვიშველა, ეხა ბიძინას მოშოვებაც ვერ გვიშველის. ანუ არ გვაქვს ისტორიული პრეცედენტი, ასე რომ მე მგონია, რომ ამას როცა დამახსება, ეხა თვითონ ქართული ოცნებაც უნდა ხდებოდეს, რომ მარადიული არაფერი არაა პოლიტიკაში დარწმუნებული ვარ დასრულდება ქართული ოცნება ხო ეს დასრულდება როგორც ესეთი ჰეგემონი ხო მე როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას ეს სხვა საკითხია მაგრამ ხო ეს გარდაუვალია განსაკუთრებით
რაც მოხდა აქციების შემდგომ და ის მასიური ცემა და წამება ეს უკვალოდ არ ჩაიგებს. ვერ გაიწოვება. ეს არის დროის ამბავი. კი შეიძლება ხა მაგის განსწრება რთულია დროში, მაგრამ ეხა ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება პირველად საქართველოს ისტორიაში, როდესაც გვეყოლება კოალიციური მმართველობა პირველად. და ასე რომ იმ ადამიანს, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი და თქვას, რომ სხვა ლიდერის შეცვლა არ გვიშველა, უნდა უთხრათ, რომ ეხა არის სხვა პროცესი. ანუ უნდა დავინახოთ რელევანტური განსხვავებები, როდესაც სიტუაციებს ვადარებთ. ხო? ეს რომ ყველაფერს რაღაცა ერთი დიდი პრიზმიდან წარმოვაჩენ და ნიუანსები არ გვესმის, ესაა რუსული ამბავი, ხო? როდესაც იძახის, რომ აი დასავლეთზე რო ლაპარაკობს, ან ისიც ცუდია, მე ცუდი ვარ, ან ეხა იქ მაინც არაფერს არ შეცვლის, ხო? ან ის რომ ყველაფერი ცუდად არის და არაფერი არ გაუმჯობესდება. ესეც არის ერთ-ერთი რუსული სულისკვეთება, რომ მე ცუდი ვარ, შენ ცუდი ვარ, არაფერი არავის არ გვეშველება, ხო? და ესე ცუდი იქნება, ისე ცუდი იქნება. არა, ნიუანსები უნდა დავინახოთ, რელევანტური განსხვავებები უნდა დავინახოთ. ეხა ვართ ამაზე, რომ აი მე მაგალითად ჩემი დაკვირვება ესაა, რომ საქართველოს მოქალაქეები უფრო წინ არიან, ვიდრე პოლიტიკური ელიტა და მმართველი გუნდი. ასე რომ ეხა რეალურად მართლა ხელს გვიშლის ჩვენი სახელმწიფო ევროინტეგრაციის გზას. და ამასაც მინდა შევეხოთ ეს ევროგეუნებია, რომ ამათ ევროპა უნდათ, იმას ნეიტრალიტეტი უნდა. ამასაც მინდა ვთქვათ, რომ რას ნიშნავს როცა ამბობ, რომ ევროპა გინდა, ხო და ევროინტეგრაცია რო გინდა. ანუ ეს არ შეიძლება ამის განხილვა მხოლოდ როგორც რაღაცა გეოპოლიტიკურ ყევებში საქართველოს რა მხარეს დაიჭერს. მარტო გეოპოლიტიკურად არ უნდა შეხედოთ ამ საკითხს და არ უნდა შევხედოთ. ეს როდესაც ვიძახით, რომ გვინდა ევროკავშირში, ხო? აქ არის ისევ ის ფუნდამენტური საკითხები, ხო, რაც არის კანონის უზენაესობა, ძალაუფლების დანაწილება, ხო? ეკონომიკური და სხვა ტიპის ურთიერთობები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს შეიძლება ევროპასთან ინტეგრაციის გარეშე. ეს შეუძლია გააკეთოს აზერბაიჯანმაც და რაღაცა დოზით აკეთებს, ხო? ჩვენ გვინდა განსხვავებული ტიპის სახელმწიფო შენებლობა და ეს არის სახელმწიფოები, რომელიც არის დასავლური პოლიტიკური მოდელის ნაწილი. ანუ ეს გვინდა და ჩემი აზრით ეს არის ის, რაზეც ამას შევთანხმდებით. ასე რომ მხოლოდ არ შეიძლება ამის განხილვა არ შეუძლია, რომ საქართველოს ხო ვიღაცის მხარე უნდა დაიჭიროს. კი, ესეთი რაღაცები სწორია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის რაღაცა ძალდატანებითი არჩევანი. ეს არის ის, რაზეც ბევრი მოქალაქე ისედაც თანხდება. ეს არა რა თავსმოხვეული არჩევანი, ხო? ასე რომ ეს ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მიზანი და ნიშნულობა არ აქვს რამდენად ბევრი აპელირებს მაგალითად, რომ ევროპაში ინტეგრაციის პროცესი მაინც რთული იქნება, დაგვიანდება. ამას, ანუ ჯერ ერთი ესეთი პოლიტიკით რა თქმა უნდა ესე იქნება, მაგრამ ეს არაა მარტო, ანუ ჩვენ ეს არის ღირებულებითი ამბავი და ხედვა იმისა, როგორი სახელმწიფო გვჭირდება. კი. და შენ მაგას ვერ გაამართლებ ამის არ გაკეთებას იმ მოტივით, რომ ევროკავშირში არ მიგვიღებენ. უბრალოდ არარელევანტურია. ესეთი განხილვები შეიძლება იყოს განხილული სამხედრო ორგანიზაციებში უსაფრთხოების ამბებში გაწევრიანების შესახებ, ხო? ესეთი განხილვები. მაგრამ ეს არის ის შეთანხმება იმაზე, თუ როგორი სახელმწიფო გვინდა, ხო? არის განსხვავებული ისენი, ხო, მოდელები, ხო? მაგალითად აზერბაიჯანის, მაგალითად ყაზახეთის, ხო? და ბელორუსიის ალბათ ყველაზე ცუდი ამბავში, ხო? და შენ როგორი სახელმწიფო გინდა, სადაც არის პარტია და არის ადამიანების ნებაყოფლობითი ნება შენზე, სადაც შენ კანონი არ გიცავს, ხო? თუ გინდა სამართლიანი სამართლებრივი და დისკუსიაზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის შენებლობა. ანუ ევროპაზე რო საუბრობთ, გვინდა ეს. ანუ ჩვენ ევროპასთან და ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესთან შეუთავსებელია პოლიტიკური გუნდი, სულ რომ უმრავლესობაში იყოს, ესე ექცეოდეს და ელაპარაკებოდეს და ეპყრობოდეს საკუთარ მოქალაქეებს. დაპირებებს აძლევდეს, რომელსაც უარყოფს, ხო? და პოლარიზაციას ამდონებდეს დიდეს, ხო? დიახ, და დაპირებებს არ იძლეოდეს კიდე ეგეც. და დაპირებებს, ხო, დაპირებები გადის ძალიან საინტერესო, ანუ პოლარიზაცია, ერთ-ერთი ხშირად მესმის, რომ პოლარიზაცია რო უნდა დასრულდეს, ამაზე საუბრობს ხოლმე მმართველი გუნდი.
მაგრამ ეს იმდენად აბსურდულია, როდესაც მართველი გუნდი ხარ შენ, უნდა კითხვა პასუხისგებლიანი მართველი გუნდი დასვას კითხვას, მე სრული ძალაუფლება რომ აქვს, რა ხო არ შეუწყე ხელი იმას პოლარიზაციის გაზდას, ხო, რა გავაკეთე რომ შემცირებული. ესეთი რეფლექსური პოლიტიკური პროცესი ჩვენ არ ქონია, ხო? არ ქონია, ეგეთი რაღაცა არ მოხდა რა. ასე რომ ხო, მაგიტომ ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, რომ არსებითი დაპირებები მათგან არ მოდის. და ის არც იქნება, ესე ჩვენ პოლიტიკური პროცესი მთლიანად აქციეს ეგზისტენციური შიშების მართვისა და კონტროლის ამბად რა. განადგურებაზე საუბარი და ამაზე, ხო? რასაც არც ერთი პასუხისგებლიანი მთავრობა არ გააკეთებს. არც ერთი პასუხისგებლიანი მთავრობა არ იძახის, რომ მე თუ არა ომი. კი, ასე არის ზუსტად. ამას ეს ჩვენ ქვეყანას აყენებს საფრთხის ქვეშ, ხო, ნებისმიერ ძალას აძლევს ცარია ფულცელს, კარტ ბლანშ, რომ შენ რამე რო გააკეთო, მე რო არ ვიქნები, ჩვენი ბრალია ეს, ჩვენი ქვეყნის, ხო? ამას სვავ კითხვას, ხო? რომელი პასუხისგებლიანი პოლიტიკური გუნდი ნარატივს გააკეთებს ისეთ მოწყვლად ქვეყანაში, როგორც არის საქართველო. კი. ზოგიერთ ქვეყანაც აკეთებს ამას, სადაც აი მაგალითად ამაზე რო საუბრობს უნგრეთი, თქვა და ხა საღაც მოკლებულია, რომ უნგრეთის ვინმე ჩაიტროს ომში, ხო? ეხა მარტო უნგრეთი რო შედის, ეგ რაღაცა იმას გასაოცარი ფანტასტიკაა, მაგრამ საქართველო რომელიც არც ერთი უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნია. უნგრეთში სამხედრო ტექნიკურად და სართული წარმოსადგენია. არა, თუ ხო, ისინი მან შეიძლება საბუთი აქვს, რომ მეზობელია უკრაინის და მაგრამ მაინც ფანტასტიკის მე მსმენია ესეთი უნგრეთის მოსაზრე მხარეში არ მიმდინარეობს კონკრეტულად. კი, ბრაზილიაშიც არის, სერბეთშიც და ამერიკაშიც ვიცით ხო არის ამ ხაზზე რომ მაგრამ საქართველოს როდესაც ესეთი მოწყვლადია პასუხისგებლიანი პოლიტიკური გუნდი ამას არ იტყვის რომელსაც მართლა მშვიდობის სურვილი და ისა აქვს ხო როგორ მდგომარეობაში აყენებს საკუთარ მოქალაქეებს ხო და აძლევს ცარიელ ფურცელს რომ გაამართლოს იმათმა შეიძლება მოუყვანონ საკუთარი ისენი საკუთარი პოლიტიკური გუნდის განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ასე რომ მინდა ყველას ესმოდეს, რომ ეს არ არის მშვიდობის პოლიტიკა. ჯერ ესეც საქართველოში რაც ხდება მშვიდობიანად ეხა ვერავინ ვეღარ აფასებს და მათი ნარატივიც არ არის მშვიდობის ნარატივი. ასე რომ მაგაც მანდაც საღაზრს მოკლებულია, მაგრამ ნებისმიერი პარტია, რომელიც ესე ამარტივებს პოლიტიკას, ეგზისტენციურ შიშებზე დაყავს, ხო? ესა განგაშის ზარი. განგაშის ზარი და მინდა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ესეთი რაღაცეები, თამასა, პოლიტიკური თამასა დაბლა იწევს წლების განმავლობაში და უნდა თუ ეს ძალაუფლება შენარჩუნდა, სამწუხაროდ უნდა ველოდეთ უფრო გაუარესებას. კი, მაგაზე ვისაუბრეთ აუცილებლად. ორივე სცენარის განვიხილოთ, წარმატების და წარუმატებლობის შემთხვევაში. და მინდა აქვე შენს ხედვაში ქართული საზოგადოების შეფასების მართლაც უპრეცედენტო მოვლენა გვაქვს ხო ახლა ოპოზიცია პოლიტიკური სუბიექტები პრაქტიკულად უბრალოდ ამ პროცესებს მიყვებიან მაგრამ მთლიანად ეს პროცესი საზოგადოება მართავს და ეს არის ალბათ ძალიან რთული ამოცანაც ხელისუფლებისთვის ვინ არის ლიდერი მათი გადასახედიდან არის თუ არა ერთთავიანი გველეშაპი რომელიც თუ მოვაშთეთ იქნება მოვაშთოთ წინააღმდეგობა მაგრამ არ არის ესეთი ესეთი ერთი პუნქტი გადაკვეთის წერტილი სადაც თავს იყრის მთელი წინააღმდეგობის გადაწყვეტილებები ეგეთი პუნქტი არ არსებობს და მთლიანად საზოგადოებაშია გავრცელებული ეს უკმაყოფილება საზოგადოება აბსოლუტურად ადეკვატურად აფასებს ამ საფრთხეებს და მას არ ჭირდება ეს ახსნა რატომ აღმოჩნდა მაინც შენი აზრით ეს პროტესტი ისე რომ საზოგადოების ნაწილს ესმის აი ამ კონკრეტული საფრთხეების შესახებ და ნაწილს არ ესმის რატომ არ ესმის რამდენიმე ასპექტია აქ
ანუ ერთზე მთავარზე ვისაუბრეთ, ხო, ეს მრავალწლიანი ერთპიროვნული მმართველობა და ის დაქვეითება საჯარო დისკურსის, რაც მოაქვს ამას სამწუხაროდ, როდესაც ბევრ ადგილას, ხო, სამთავრობო არხები, რომელსაც მეტი ფინანსები აქვს, მეტმა გასართობ იმას თავაზობს, ბევრად მასშტაბურ პროექტებს, იმას მეტი ადამიანი უყურებს და ის ნარატივი, რომლის დაფუძნებაც უნდა, ბევრად ფეხს იკიდებს. ამას ემატება საჯარო სახელმწიფოსთან აფილიირებული საქმიანობაში პოლიტიკურად დაინტერესებული ხალხის ყოლა მაგას ბევრი ისა აქვს, ბევრი ფაქტორი აქვს. ასე რომ ეგეთი პროპაგანდის ესეთი ის არ უნდა გვიკვირდეს და რაც შეეხება ისეთ საკითხებს, მაგალითად აქცია როგორ წარმოდგინდება, ხო? და სრული უგულებელყოფა, ანუ ამის გადამოწმება შეუძლია ადამიანებს, ხო? შეუძლია გავიდნენ, შეუძლიათ ნახონ, შეუძლია თავის მეგობარს კითხონ, ნაცავს კითხონ. საგანგაშო არის ის, როდესაც ადამიანებს არ სჯერათ საკუთარი შვილების, საკუთარი მშობლების, ზოგჯერ ან საკუთარი ნათესავების, როცა ეუნებიან აქციაზე რა ხდება. ეს სრულიად საგანგაშო. აი ესეთი ტრაგიკული, უფრო ტრაგიკული, თუმცა ესე ტრაგიკულია მაგალითები იყო, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ხო? ბევრს ხავს ნათესავები ყავდა რუსეთში და ეს ადამიანები უკრაინაში ვინც ცხოვრობდა, ეუნებიან რომ ბომბავენ, კლავენ და ისინი ეუნებიან არა. კი. არაფერი ეგეთი არ ხდება, თავიდან გვახსოვს ჩვენ რომ რუსეთი უარყოფდა ქალაქების დაბომბვას, ხო? ეხლა ამას ნაკლებად აკეთებენ, ხო? და უბრალოდ საკუთარი ნათესავების პოზიციებს, რომელიც იქ ცხოვრობდნენ, არ იჯერებდნენ და იჯერებდნენ მასმედიიდან მოსმენელს. კი. ანუ ეგ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ეგრე ხდება. ამერიკაშიც ანუ მასშტაბების შედარება, რა თქმა უნდა, სრულიად ის არის განსხვავებულია, მაგრამ ხშირად ხდება ისეთი, რომ საკუთარ ოჯახის წევრს არ ენდობიან იმ ტელევიზიის მონათხრობს, რომელიც მათ პოლიტიკასთან ახლოა. ეს არის ძალიან დამახასიათებელი, ასე რომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ესეთი ხიჩატეხილობა არის ხოლმე სამწუხაროდ, ანუ განსაკუთრებით საქართველოში, რომელიც აქ უფრო მსგავსია რუსეთის იმ აზრით, რომ სახელმწიფო მედიები ძალიან ფოკუსირებულები არიან ამ ამბავში. კი, ალტერნატიული მედიებიც არის, მაგრამ მათი ფინანსური შესაძლებლობები ახლოს ვერ მიდის იმეთთან, ასე რომ ბევრად მეტი წნომა აქვს უფრო პერიფერიაში. თბილისში ნაკლებად და ამიტომაა თბილისში რომ ამხელა ელექტორალური ისიც არის, ხო? ადმინისტრაციული რესურსების მიუხედავად თბილისი არის ელექტორალური უმრავლესობა ამ პროტესტს, ასე რომ ამიტომაა ეს პროტესტი ესე ძლიერია. თამას, შენ როგორ შეაფასებ ოპოზიციური ლიდერების ერთგვარი მხარდაჭერის რაღაცა დონეს, ანუ ლეგიტიმაციის ხარისხს? იმიტომ რომ ამის მიუხედავად რომ ადამიანები შეიძლება გასული არიან დაუშვათ საპროტესტო აქციაზე, მაინც ალბათ მუსირებს ესეთი აზრი, რომ ისევ ოპოზიციურ ლიდერებს ხარს არ უჭერენ. აი ეს ორი რაღაცა თითქოს და წინააღმდეგობა შედეგსა და მიზეს შორის, ხო? აი ეს რატომ გვაქვს ესეთი რაღაცა წინააღმდეგობა მოცემულობასა და შედეგს შორის? ეს ჯერ ის მონაცემის ისტორია მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც ესე არის, მაგრამ ნიუანსიც არის აქ. ანუ მოქალაქეების, ანუ დარწმუნებული ვარ, არის ნაწილი, შეიძლება მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც ამ 4 პარტიიდან შეიძლება არც ერთს არ მისცა, ან არჩევნებზე არ იყო. რამდენი პროცენტია ესეთი, ახლა ამ სოციოლოგიური კვლევა სჭირდება, მე არ მგონია რომ ძალიან ბევრი იყოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ისეთ მდგომარეობაშია, რომ ადამიანები რაციონალური იმიდან აძლევენ ხმებს და არა პოლიტიკური პრეფერენციების, ანუ იმ აზრით, რომ მე იმ პარტიას მივცემ ხმას, რომელიც ჩემს პოზიციას წარმოადგენს. ხალხი ხვდება, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხში არც ერთი პარტია არ წარმოადგენს მის პოზიციას და არიან
უკმაყოფილო ამორჩევლები ოპოზიციური პარტიების მაინც. და როცა იძახიან რომ პარტიები არ მოგწონს, მან იძახიან რომ რაღაც სხვა საკითხებში არის ეს პარტიები მიუღებელი, მაგრამ როგორც გონიერი ამორჩეული მაინც ამ პარტიებს მისცემს ხმას. მაგრამ ეგ კარგი არ არის, რაც ხდება. და ასევე უნდა დავინახოთ ჩვენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობა აქ, რომ ესე არის, ხო ეს? მაგალითად ეხლა ჩვენ ყავს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ამ 4 პარტიიდან ერთადერთია, რომელსაც წარსული აქვს და ისტორია აქვს უფრო დიდი. დანარჩენები ახლა გახარიას პარტია ახალია, ლელო ახალია, ახალიც ანუ ადამიანები ყველა შემთხვევაში ნაცნობია, მაგრამ ძველია. და ეხლა ნახეთ, ანუ ფაქტი გვაქვს ესეთ მოცემულობა. 12 წელია ოპოზიციური პარტიების ლიდერების დიდი ნაწილი ცდილობს ქართული ოცნების ძალაუფლების შემცირებას. და რა გვაქვს ახეზე? ქართული ოცნების ძალაუფლება იზრდება. ხო? და განსაკუთრებით ეხა ბევრს აქვს სრულიად ლეგიტიმური კრიტიკა და წუხილი, რომ ესენი ქართული ოცნების დამარცხებლები არ არიან. იმიტომ რომ ფაქტი ჯიუტი, ანუ როდესაც ხარ პოლიტიკური აქტორი საქართველოში და ნებისმიერ ქვეყანაში, ან პირადი გამოცემით რო ავიღოთ, არავინ არ გეგმავს თავის ცხოვრებას ისე, რომ საუკეთესო სიტუაციაში აღმოჩნდება. ყველამ უნდა დაგეგმოს თავის ცხოვრება ისე, რომ შეიძლება საუკეთესო არ მოხდეს და შეიძლება მეორე საუკეთესო მოხდეს, ან შეიძლება ყველაზე ცუდი მოხდეს. ხო? და მე არ მაქვს განცდა, რომ ჩვენ პოლიტიკურ ელიტას, ოპოზიციას ქონდა ესეთი გეგმა, რომ დაიგეგმა ცუდი სიტუაციისთვის. ხო? კი, არა, ეს ამაში აბსოლუტურად გეთანხმები. ანუ ესა პოლიტიკური რაციონალობის ამბავი, რომ მე ჩემ პოლიტიკურ იმას არ გავაგებ, რომ ყველაფერი წავა ჩემს სასარგებლოდ. იმიტომ რომ იყო მე ძალიან კარგად მახსოვს და მაშინ მე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ესეთი პროცესების მიმართ განწყობილი, რომ ქალბატონ ზურაბიშვილთან იყო მოლაპარაკებების მთელი სესიები, არჩენები, შემდეგ პოსტსაარჩენო რეალობის დარეგულირების, შემდეგ კოალიციური მთავრობა როგორ უნდა ყოფილიყო, შემდეგ ახალი არჩენები როგორ უნდა დანიშნულიყო. თითქოს ამ რეალობაში ყველაზე მთავარი ცვლადი არ იყო ჯერ გადაწყვეტილი, ანუ რა იქნება საარჩევნო შედეგი, იქნება თუ არა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პოლიტიკური რეალობა. და ამის მიუხედავად განწყობა და ზოგიერთი განცხადება, ზოგიერთი პოლიტიკოსის კონკრეტული განცხადება, რომ გაყალბება შეუძლებელია, ეს შეუძლებელია პრაქტიკულად თითქოს მზადება უკვე პოსტ. ხო. და რა მტკიცებულება ჰქონდათ ამისი, ხო? სერიოზული ჩართულობა ოპოზიციური მხარის არ იყო არჩევნების ეგზეკუციის ნაწილში. და ქონდა მაგალითები, როგორ მოიქცა ქართული ოცნება უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნაზე. და იმაზე ბევრად ცოტა უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა მისცა ხმა, ვიდრე გონივრული მოლოდინი ქონდა ჩვენ. და ნახეთ რა ან ნებისმიერი თავმოყარი მთავრობისთვის სრულიად შეურაცხყოფელი იქნებოდა ის შედეგები, რაც დადო, ხო? გერმანიაში, ხო, გახსოვს 6% ვერა იყო. ხო, და ესეთი ოპოზიციური ელექტორატში რა გააკეთა, მაინტერესებს ოპოზიციამ, რომ მეტი წარმომადგენელი, მეტი საარჩევნო ყოფილიყო. კი, გააპროტესტეს, რომ ცოტა იყო, მაგრამ ესეთი რაღაცის გატარება მოხდა, ხო? მე არ მაქვს მოლოდინი, რომ სხვა რაღაცეებშიც მათი გათვლა სწორი იყო. ასე რომ ეს კრიტიკა, ანუ ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დაინახოს, რომ ეს კრიტიკა არის ლეგიტიმური. ეხლა კითხვა არის, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ხო. როდესაც ანუ ფაქტი არის ჯიუტი, ქართული ოცნება იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც იყენებს, კი, უთანასწორო ის არის, ბრძოლის მოედანია, ცხადია, მაგრამ ახერხებს ყოველთვის იმ შედეგის დადებას, რაც სჭირდება. შეიძლება ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უნდოდა აქ, მაგრამ 54%-მდეც არის ძალიან კარგი შედეგი, რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც ამდენი თუ არ ვწდები 300,000-მდე აქვთ გაზრდილი, ხო, ეხანდელი მონაცემით. ეხლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ აქ? ანუ მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ
ან მნიშვნელოვანია და ავხსნი რატომაც. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროტესტებს გამოუჩნდეს ამ პროცესებს მოყვეს პოლიტიკური შედეგი, პოლიტიკური ალტერნატივის სახით და რას გულისხმობ ამაში. ფაქტია, რომ ხალხს აქვს დაკარგული, ხალხის დიდ ნაწილს არ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მხრივ, იმ მხრივ, რომ შეიძლება უკმაყოფილოდ მისცეს ხმა, მაგრამ რამე პოზიტიური, ანუ მათი აღტკინება არ შეუძლია, მათი შეერთება არ შეუძლია, ხო? ამიტომ ჩემი აზრით საჭიროა ამ პროცესებს რაღაცა ტიპის პოლიტიკური გუნდი, ახალი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს. ეს იქნება ჩემი აზრით სამომავლოდ ყველაზე კაი სტრატეგია, როგორც მოკლევადაში, ისე გრძელვადაში და როგორ ხედავ ეხა ამის წარმოდგენას და მაინტერესებს შენ რაც ფიქრობ და მგონია რომ ამაზე დისკუსია სერიოზული უნდა დაიწყოს. მაგალითად პირველ არხთან ეთერის დათმობაზე რა აქციებიც იყო და რა შედეგიც გამოიღო, ხო? ნახეთ რომ რაცა შედეგი ჰქონდა. ეხლა ბევრი შეიძლება თქვას ზოგმა რომ ანუ ხო არის ალტერნატიული გზები აზრის გამოთქმის, მაგრამ არ არის ლეგიტიმური კრიტიკა, ანუ საზოგადოებრივი არხი რო არსებობს, არის საზოგადოებრივი არხი. არ შეიძლება იქ არ შეიძლება რომ ამდენი ადამიანის წუხილის ხმა არ ისმოდეს ეგერთ. და რახან საზოგადოებრივი არხის ამაზრით რაღაცა ტიპის სივრცის გამოჩენა მოხერხდა. მე მგონია რომ უნდა დაიწყოს ადამიანებმა ორგანიზება უნდა გააკეთოს ახალმა ადამიანებმა ვინც უკვე არსებულ პოლიტიკურ გუნდებთან აფილირებული არ არის დაიწყონ წარმოდგენა საკუთარი ხედვის როგორ ხედავენ პოლიტიკური პროცესის განვითარებას. ეს დებატები შეიძლება მოეწყოს, ანუ შეიძლება ერთი ჯგუფი იყოს, შეიძლება სამი, შეიძლება 4. და როგორც დასავლეთში არის პრაიმერის სისტემა, ხო? სანამ არჩევნებამ წადგები, მანამდე ირჩევენ საკუთარ ამორჩეველს, საკუთარ წარმომადგენელს. რატო არ შეიძლება ამ ადამიანებმა ჯგუფებიც გახსნან, თავისი ხედვა წარმოადგინონ და ჩვენ მაგალითად მივცეთ რაღაცა ტიპის ორგანიზება გავაკეთოთ პრაიმერის და მივცეთ ამ ადამიანებს ხმა და ყველა შეთანხმდეს, რომ ვინც პოპულარული ხმებით გაიმარჯვებს, ის იყოს ჩვენ წარმომადგენელი. და რაღაცა ტიპის საერთო ლეგიტიმაცია მიეცეს. ეს არის ერთი გზა. სხვა გზა არის შეიძლება უფრო არაპრაიმერის გზით რაღაცა ტიპის კონსოლიდაცია ახალი ხალხის მოხდეს ამაში. იმიტომ რომ გამოცდილება ჯიუტია, გვეუბნება რომ ძველი პოლიტიკური ელიტა ვერ ახერხებს ქართული ოცნებასთან გამკლავებას. და ასე დროს ჯობია რომ რაღაცა ახალი სცადო. ეს ჩემი აზრით პოლიტიკური რეალისტები რო ვიყოთ აქ და ემპირიულად რო ვიმსჯელოთ ხო არსებული სიტუაციიდან ეს უნდა იყოს გამოსავალი და ერთი დადებითი ასპექტი რა იქნება ამას ჩვენ ნახეთ ბიზნესის ნიშნავანი ნაწილის სოლიდარობა ამ აქციების მიმართ ეხა ეს სოლიდარობა კაია სიტყვით მაგრამ თანამედროვე პოლიტიკა საჭიროებს ფინანსებს საარჩევნო შტაბების გახსნას ხო შემდეგ საარჩევნო კომპანიის წარმოება არის ძალიან ხარჯიანი პროცესი, ხო? და ქართული ოცნება არის სრულიად არა კონკურენტულ სიტუაციაში აქ, ხო, მათი ფინანსური რესურსების გამო. ბიზნეს რახან დისკომფორტი აქვს ამ პარტიების დაფინანსების, ხო? აი ჩემი აზრით ამ ახალი გუნდის დაფინანსება უნდა გააკეთოს. ამ ახალმა გუნდმა უნდა შექმნას ცენტრები თბილისში და რეგიონებში, ძალიან მნიშვნელოვანია. აი ჩვენი ოპოზიციური პარტიის კრიტიკის ერთი ნაწილი იყო, რომ თბილისის გარდა სხვაგან დიდად არ უმუშავეთ. ხა ამას ობიექტური ახსნებიც აქვს, იქ მართლა ფიზიკურად უსწორდებიან, ხო, ტიტუშკები ვიცით, ასევე არაფორმალური ჯგუფები ვიცით, რაც ხელს უშლიან ამ ადამიანებს და ეს გასაგებია. მაგრამ ამ ადამიანების, ახალგაზრდების ან ნებისმიერი აქტიური ადამიანი, ახალი ადამიანების შემთხვევაში, ჩემი აზრით, ბევრად დაზღვეული იქნება ამ აგრესიისგან და ბევრად მეტი მორალური უფლება ექნება საკუთარი დავით დაიცვას. და როდესაც იქნება ახალი კონსოლიდირებული ჯგუფი, რომელსაც პოპულარული მანდატი ექნება და რომელსაც ბიზნესი დააფინანსებს, ეს იქნება, ჩემი აზრით, ამ პროცესის სამომავლო გეგმის საუკეთესო ალტერნატივა. კი, ბევრი გამოწვევები აქვს ამის გაკეთებას. ორგანიზება რთული არა, ინიციატივის აღება რთულია, როდესაც განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანებს ეშინიათ ესეც სიტუაციაში პოლიტიკაში მოსვლის ცხადია. მით უმეტეს ჩვენს რეალობაში. მაგრამ
ანუ ავტორიტარიზმის საფრთხე როდესაცაა და ავტორიტარული სიტუაცია როდესაც არის ლიდერობის ინიციატივის გამოჩენის გარეშე პროცესი სამწუხაროდ არ იცვლება. ანუ ეს არის ესე, ხო? ის რომ შვიდად შეიცვლება რაღაცა, ეგ მოხდება მარტო, როდესაც სიტუაცია შეიცვლება ჩვენგან დამოუკიდებლად, ხო? მაგრამ ესეთი პროცესი საჭიროებს, რომ ჩვენ ახალგაზრდები, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხედავთ, სიმართლე გითხრათ, ესე დეტალურად არ მიდევნებია თვალი, მაგრამ აქციაზე რომ ესაუბრები ადამიანებს, ხო, იცნობ ადამიანებს, აქვთ ამ ადამიანებს სიმწიფე, ჩემი აზრით, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთონ. და აღარ იმუშავებს ის ქართული, ჩემი აზრით, უკვე ნაკლებად მუშაობს, რომ პოლიტიკა, არ გინდა პოლიტიკა. ხო? ანუ ეგ არის ის, მაგალითად რუსეთი რამაც მიიყვანა ამ არაადამიანურ რეჟიმამდე, ხო? ადამიანების დემოტივაცია პოლიტიკური პროცესების მიმართ და მე შენ საქმეში არ ჩამოვერევი, პუტინი ეუბნება მოქალაქეს, თუ შენ არ ჩაერევი ჩემსაში. კი. ბევრი არის, ანუ ჩვენთან ეს ქართული ოცნებას მაგაც იძახდა, რომ შენ ჩვენ საქმეში არ ჩაერევი, მე არ ჩავერევ შენ საქმეში. ხო ნახეთ, რომ დაიწყეს ჩარევა. ასე რომ ერთ გზას ხედავ ესე რომ მოეწყოს რაღაცა ტიპის საზოგადოებრივ მაუწყებელზე და სხვა პლატფორმებზე განხილვა ამ პროცესის განვითარების პოლიტიკურ საკითხში. შემდეგ თუ გინდა პრაიმერი მოეწყოს, თუ გინდა რამენაერად შეთანხმდნენ ეს ადამიანები და მნიშვნელოვანი არის რომ ეს ადამიანები იყოს ახლის სიმბოლო. აქედან ყველაზე მეტად მე მირადად დებატების ვარიანტი მომწონს. დებატები ავლენს ალბათ ადამიანის. კი, დებატები არის მნიშვნელოვანი. ეს უნდა იყოს დემოკრატიული პროცესი და ადამიანებმა აი ეხა მაგალითად ცოტა გადახოვა გამოვა, მაგრამ რელევანტური იქნება. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც კამალა ჰარისმა წააგო, იყო რომ პრაიმერით არ გამხდარა ის კანდიდატი. პრაიმერიში მონაწილეობა არ მიიღო და პირდაპირ იყო დასახელებული დემოკრატიული პროცესის გარეშე. ხო? ჩვენ კი არ გვინდა რომ ჯგუფები რაღაცა ჯადოსნურად იმასვდნენ, არამედ ნახოთ რა აქვს სათქმელი და ყველა შევთანხმდეთ, როგორც ამერიკაში დემოკრატებიც და რესპუბლიკელებს თანხმდებიან, რომ ვინც მოიგებს პრაიმერის, ის იქნება წარმომადგენელი. ესაა დემოკრატიული პროცესი და მნიშვნელოვანი ბიზნესმა უნდა დააფინანსოს შემდეგ ესე. კი, ეგ არის კარგი ვარიანტი და დებატები აქედან ყველაზე ეფექტური გზა არის. იმიტომ ყველაზე კარგად ამოწმებს ცოდნას, გონებრივ ასე ვთქვათ, გახსნილობას და ყველაფერს. მაგრამ ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, სამწუხაროდ მე რასაც ვაკვირდებით, საზოგადოება ერთგვარი ლოდინის რეჟიმშია. და ამ ლოდინის რეჟიმში ჯერჯერობით რახან პასუხები კონკრეტულად არ აქვს, რა მოხდება და ეს რა მოხდება საკმაოდ რთული კითხვა არის ამ რეალობაში. მთელი იმედი ორიენტირებულია თითქოს გარე ფაქტორებზე. მაგალითად, ევროკავშირმა შეიძლება სანქციებით გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ქართულ ოცნებაზე, გაჩნდეს შიდა კონფლიქტის შრეები, რომელიც შეიძლება შეიტანოს ხელისუფლებაში რაღაცა უკვე წინააღმდეგობები და წამოვიდეს მერე რაღაცა კომპრომისი. მაგრამ ეს ვარაუდები ყველა არის ისევ არა ჩვენი მობილიზაციის ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ ზეწოლას ვაგრძელებთ, აქციებს ვაგრძელებთ და ეს არის ჩვენი შრომა, რომ ეს შედეგი დადგეს. მაგრამ თქონდა ჩვენს მთელი შედეგს ველოდებით გარე, ასე ვთქვათ, სამყაროდან. ესა და შენი ვარიანტი, ხო? მე მაჩნია რომ ამ პროცესს თუ ხელს არ შეუშლის, შეუწყობს. ანუ რაში უნდა შეუშალოს ხელი? ვერაფერში ვერ შეუშლის, თავისთავად ხადია. აი არის ერთ-ერთი მიმართულება ინტერდისციპლინარული, დარწმუნებული ვარ შენც იცი როგორც სოციოლოგმა, ეს არის რაციონალური არჩევნის თეორია, ან გადაწყვეტილების თეორია, ხო? ეხლა რაღაც სქემაში შევხედოთ დაახლოებით ამ სქემაში, ხო? ჩვენ გვაქვს ალტერნატიული ქმედების ვარიანტები, ხო? ერთ-ერთი ალტერნატივა არის, რომ გავაპროტესტეთ, მე მაგალითად აღფრთოვანებული ვარ ესეთი ამდენი ხანი, ასეთ სიცივეში უპრეცედენტოდ დიდი ხანი, რომ საქართველოს მოქალაქეები დგანან. ეს არის სრულიად გამაოგნებელი, დასაფასებელი და აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები
ის აქვს, რაც საჭიროა, რომ კარგი დემოკრატიული სახელმწიფო შექმნას. და აქ გვაფერხებს მართლა არსებული ოლიგარქია და არსებული პოლიტიკური, ასე რომ ეს ნამდვილად დასაფასებელი. მე ხა ალტერნატივა რა გვაქვს, რომ ან ვთქვათ, რომ ანუ ჩვენ თავს მიულოცოთ, რომ ეს გავაკეთეთ და ვთქვათ, რომ აწი ნახოთ რა იქნება. ეს არის ერთი ალტერნატივა. მეორე ალტერნატივაა, რომ იგივე გავაკეთოთ ჩვენი CGUT-ით და ჩვენი სამოქალაქო გმირობით. ეს მეორეა და მესამე არის, რომ აი რაღაც ესეთი ვცადოთ. ეხლა მე კი არ ვიძახი, რომ ჩემი იდეა ყველაზე კაი. მე ვიძახი, რომ აი ერთ-ერთი იდეა. სხვაებმა წამოაყენონ სხვა. ხო, ამაზე აუცილებელია, რომ გაჩნდეს იდეათა წარმოება და მე ვნახოთ რომელია უკეთესი. ეხლა თქვათ ეს სამი იდეა გვაქვს, ხო? ეხლა რაც ვთქვი, ხო? ერთი რომ თქვათ, რომ რაც გავაკეთეთ მაგარია და აწი ვნახოთ ბურთი ევროპის მხარეს არის და ამერიკის და ვნახოთ რა სიზავენ. მეორეა რომ არ გავჩერდეთ, მაგრამ მაინც იქითკენ მიყუროთ და მესამეა ეს. ეხლა რაში დაგწევს ეს უკან, ეს მესამე. კი, პატარა რისკი შეიძლება იყოს გაშავების, მაგრამ ქართული ოცნებას მაინც ყველა გაშავებული ყავს. ასე რომ მანდ რამე არსებით რისკს ვერ უკვე მაინც გამოყვანილი ყავს აქციის მონაწილეები, ან როგორც ვანდალისტები, ან როგორც კოგნიტურად, ხო, ზოგი გულწრფელი, მაგრამ სულელი. ნუ სულელს არ ეძახიან ესე ცხადად, მაგრამ რაღაცა რო ვერ გაიგეს. ხო? ანუ ასე რომ არ ვფიქრობ, რომ რამე გაშავების, ანუ იმაზე მეტი გაშავების რისკი ამოწურულია. ამოწურულია, ხო? ის გაშავების საკითხი ეს არის შიდა მოხმარების საკითხი კონკრეტული სეგმენტის საზოგადოების, რომელიც ელოდება თავისი მოლოდინების და დასტურებას უნდა იხილოს პოზიტივიზე რაღაცა, რომ დაიჯეროს, რომ ის სწორია. მაგრამ არსებითად არანაირი არგუმენტები უკვე აღარ არსებობს. აღარ არსებობს და ახალი აი ნახეთ მე უსმინე ერთ-ერთი ორჯერ დაკავებული ბიჭის ინტერვიუ, რომელიც გაქურდეს, გალახეს, დააკავეს, სრულჩვენება მისცეს, ხო? ეხლა აი თქვა წარმოვიდგენთ ამ პოლიტიკურ პროცესში ჩართულია ეს ადამიანი, მის თანამებრძოლეები. მათ აქვთ უდიდესი მორალური უპირატესობა. არ წარმოადგენენ პოლიტიკურ ძველ ჯგუფს, ხო? და აქვთ თავის თავზე ნაცნავი ეს სისასტიკე. იმ ხელა მორალური უპირატესობა აქვს. პოზიტივში მაგათ არ მიიწევენ, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მათთან საუბარი ყველას გაუჭირდება. ხო, ასე რომ მათი გაშავება კი შესაძლებელია, მაგრამ ბევრად რთულია, ასე რომ ჩემი აზრით ამ ადამიანებს, ვინც არიან აქციაზე, აქვთ უდიდესი მორალური პოლიტიკური უპირატესობა. ხო, მაგრამ აქ ისევ სიფხიზლეა საჭირო, რომ ჩვენ სამოქალაქო გმირები ჩვენ შეიძლება ამ ადამიანებმა კონკრეტული განსაკუთრებული თავგანწირვა დაგვიდასტურეს, მაგრამ ის პოლიტიკა კიდე რაღაცა სხვა კვალიფიკაციებს მოითხოვს. იმ სხვა კვალიფიკაციებში შეიძლება ის კვალიფიკაციები, რომელიც სამოქალაქო სექტორში აქვს ადამიანებს, აი ეს თავგანწირვა მას არ უჩვენებია. მაგრამ სარგებელი სწორედ იმ ადამიანებისგან იყოს შეიძლება უფრო, იმიტომ რომ ეს რესურსი, ანუ არსებობს პოლიტიკურ მეცნიერებაში ესეთი ტერმინი ლიდერი მეხანძრე, ხო? აი რაღაცა იმ კონკრეტულმა ცხელმა სიტუაციამ შექმნა ლიდერი და იმ კონკრეტულ სიტუაციაში ძალიან აქტუალურია, მაგრამ გადადის შემდეგ პოლიტიკა რუტინულ საკითხებში. კი. და იქ რუტინულ საკითხებში ახლა ეს ლიდერი მეხანძრე მაინც და მაინც. კი, მაგაზე ესეთ პასუხი მექნება. ეხა რახან საგანგებო მდგომარეობაში ვართ, ამ ადამიანებს შეუძლიათ პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია. შემდეგ ვისაც ექნება მსგავსი პოლიტიკური შნო, შესაძლებლობა და სურვილი დარჩეს, ვისაც არ ექნება არა, მაგრამ ჩვენ რო ნახეთ, ჩვენ თუ შევძელით ეხა კოალიციური მთავრობის შექმნა, ხო? სადაც ერთპიროვნული მმართველობა გამოირიცხება, ანუ გვექნება პირველად შესაძლებლობა ამდენი ხნის მანძილზე, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესი ვაწარმოოთ და მერე მოხდეს გაფილტრვა მაგ ადამიანების, ხო? კარგი აზრით, ვის შეუძლია აქ და ვის არა, მაგრამ
ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში გადაყვანის საშუალება ექნებათ ამ ადამიანებს, ვისაც სამოქალაქო აქტივიზმი აქვთ გამოჭამებული. მერე იმ პროცესში დარჩებიან, არ დარჩებიან, ექნებათ ინტერესი, არ ექნებათ ინტერესი, ეს ამას განსჯის ახალი პოლიტიკური რეალობა და ახალი პოლიტიკური პროცესი. რომ ანუ ყველასთვის უნდა იყოს სავარძელი მაგიდაზე რა, ვისაც ამის შესაძლებლობა და უნარები ექნება. მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ იმდენად დაბალია თამასა ქართულმა ოცნების 12 წლიანმა, როგორც ვთქვი, 12 წლიანი მსგავსი მმართველობა აზიანებს არა მარტო ხელისუფლების პოლიტიკურ საღაზრს, ხო, თუ იყო ასე და რაღაც დონეზე, რაღაცა დოზით იყო, ხო, აზიანებს ოპოზიცияსაც. ხო და საჭიროა ნორმალიზაციისკენ ნაბიჯები და შემდეგ ნორმალურ პროცესში რო ჩავერთვებით პოლიტიკური პლურალიზმის ნორმალურ პროცესში მერე ვნახოთ ახალი აქტორები იქნებიან იქ ივარგებენ თუ არ ივარგებენ. ეხა უბრალოდ მაგაში ჩემი აზრით დასაკარგი არაფერი არ გვაქვს რა. ჩვენ ეხა ვართ ანუ ჩვენ ჯერ შინაარსიან საკითხებზე გადასვლის საშუალება არ გვაქვს სამწუხაროდ, ჩვენ ვართ თამაშის ბაზისური ნორმების დადგენაზე და ასევე ჩემი წმენა რა შენც დამეთანხმერო და წმენა არა ვხედავთ ამას, რომ საქართველოს მოქალაქეები პოლიტიკური ცნობიერება უფრო წინ არის. ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საშუალებას. და შემდეგ გვექნება რესურსი განსხვავებების იქნება ხალხოსო იქნება ეს გეოპოლიტიკური ადგილობრივი ყველაფერში საჭიროა სამართლებრივი პოლიტიკური წესრიგის არსებობა. თამას, მოდი ახლა ერთ უსიამოვნო საკითხზეც ვიმსჯელოთ. დავუშვათ ქართულმა ოცნებამ ეს პოლიტიკური პროცესი დასრულა მის დასასრულებლად. ანუ არ გამოვიდა რა. რა გველოდება შენი ხედვა, შენი პროგნოზი, თუ შენი აღწერა მოვლენების. როგორ? ხო, როდესაც მსგავსი სოციალური პოლიტიკური საქმეებთან გვაქვს საქმე, ხო, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ქაოსური სისტემა და რამეს პროგნოზი ძალიან მაღალი ალბათობით არის ძალიან რთული. რა თქმა უნდა. ხო, ასე რომ უნდა ეს ანალიტიკაა და ჩვენ პროგნოზი და პროგნოზი კიდე ისევ ანალიტიკის სფეროში. ანუ ამ კითხაობას არ ვკვდები. კი. არა, მაგი უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ თვითონ თუნდაც ქართული ოცნების გადმოსახედიდან, როდესაც ესეთი დინამიური პროცესი არის, ხო? რთული არის, კი, რაღაც მოლოდინები გვაქვს, მაგრამ რთულია. მოდი დავუშვათ რაც შემომთავაზე, რომ ქართული ოცნება ახერხებს გამარჯვების მოპოვებას იმ აზრით, რომ ნორმალიზირდება პროცესი და ამ უმრავლესობით 2028 წლამდე იქნება მართლ პოზიციაში. ან ყოველ შემთხვევაში შემდეგი წელი ეგეთი მიმართულებით მიდის. ესეთ შემთხვევაშიც კი მე რასაც ვამბობ, რომ ესეთი გუნდი გამოჩნდეს, ამ ცუდი სიტუაციისთვისაც ეგ იქნება ჩვენი საუკეთესო სტრატეგია. ანუ ძალიან ცუდი იქნება თუ ესე მოხდა, მაგრამ უნდა დავგეგმოთ ცუდი სიტუაციებშიც როგორც ვიცით. ამ სიტუაციაში ამ გუნდს უკვე საკმაოდ ცუდი პერსპექტივები აქვს ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისითაც და მისი პოლიტიკური რეალიზაციის თვალსაზრისითაც. ძალიან ცუდი ის აქვს, მაგრამ რახან დინამიური პროცესი არის ქვეყნის გარეთ, ხო? და ასევე ქართული ოცნებას კი, როდესაც მაინც რამდენიმე ადამიანის და ერთი ადამიანის ირგვლივ არის, შეიძლება რაღაცა მოხდეს, რომელიც შეცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ხო? მაგალითად, რაღაც სიტუაციამ უბიძგოს ბიძინა ივანიშვილს რაღაცა ტიპის დათმობაზე წასვლა. ასე რომ 2028 წლამდე მაინც იქნება შანსი, რომ რაღაცნაირად შეიცვალოს. თუმცა ანუ ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ
ქვეყნებს გავსი და უარეს მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს, ხო? მაგალითად, ჩეხოსლოვაკიის მაგალითი, რომელიც სადაც კომუნისტურმა პარტიამ არჩევნებით ხელი გაზაფხული, ხო? კი, და შემდეგ 90-იანი წლების ბოლომდე შეძლეს და ამხელა ამდენ 10 წლეულიანი ის და ეს რა თქმა უნდა ტრაგედია იყო. ხო, ამაზე წერდა ბევრი დისიდენტი, ხო რა უნდა ექნა 70-იანი 80-იანი წლებში. და უფრო მარაზმატიკული პოლიტიკური რეჟიმებიც ვიცით რა. ასე რომ სამწუხაროდ შეიძლება ეს მოხდეს. რთულია რამე სანუგეშო და პოზიტიური იყო ესეთ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია გვეუბნება, რომ ესეთ პოზიციაში შეიძლება აღმოჩნდეს, ხო? ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნახეთ ბევრი ქვეყანა როგორ მოხდა ესეთ მდგომარეობაში, ხო? მაგრამ სულისკვეთება სურვილი რაც ქონდა ვაცლავ ჰავას მაგალითად სხვა დისიდენტებს რომ ყოფილიყო სამართლიანი დასავლური სახელმწიფო ამისი რეალიზაცია აწლეულების მერე მაინც მოხერხდა, ხო? კი, მეც მიჭირს ოპტიმიზმი ესე დროს, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი რაცები უნდა გავთვალოთ. მე მაინც გონია, რომ ესეთ ცუდ სიტუაციაში არ ვიქნებით, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო ჩეხოსლოვაკია, ბოდიში მეორე მსოფლიო ომის მერე დასრულების შემდეგ აღმოჩნდა ჩეხოსლოვაკია, ასე რომ ჩვენ ცადოდ გავაკეთოთ ისაც არის გონივრული ჩვენს პოზიციაზე და ხო, ანუ ამის მეტი გაკეთების საშუალება არ გვაქვს. რაღაცეები ჩვენ კონტროლის მიღმა არის და ეს უნდა მივიღოთ. აქ უფრო ჩემი აზრით ინდივიდუალური ფილოსოფია და სოფხედველობა უფრო დაგეხმარება, მაგრამ მაინც ის რასაც აკეთებდა ვაცლავ ჰაველი და სხვაებიც ქონდა ნაყოფი, ასე რომ ჩემი აზრით მაინც არ შეიძლება გეოპოლიტიკურ ნიჰილიზმს მივეცეთ, აი ესე ვიტყოდი. არ შეიძლება გეოპოლიტიკურ ნიჰილიზმს მივეცეთ. ამავდროულად უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ქართული ოცნება იმ ერთგვარი პოლიტიკური სტაგნაციის მდგომარეობა, რომელშიც ნელთბილი, ასე ვთქვათ, ავტოკრატია იყო, ხო? ამ მდგომარეობასაც ვეღარაფრით ვეღარ დაუბრუნდებით. არა, ვერ დაუბრუნდებით. ეს არის ისეთი რაცა უკან დასაბრუნებლად. ამის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის კიდევ უფრო მეტი გამკაცრება, დემოკრატიის კიდევ უფრო გაუარესება თუ ან მთლიანად გაუფასურება და განადგურება თუ არა. აი რაღაც ამდაგვარი გაუარესების სცენარია სხვა შემთხვევაში უკვე აღარ არსებობს რესურსი ჰიბრიდული დემოკრატიის. ხო, რაც იყო 2019 წლამდე უფრო, ხო? კი. ეს ანუ აქ რას ვადევნებთ ახლა თვალს ჩვენ. ქართულ ოცნებას ეს რო გაეკეთებინა 2016 წლამდე მაგალითად ძალიან გაუჭირდებოდა ჩემი აზრით ამის გატანა. ანუ აქ რის თქმა მინდა რომ რაც უფრო პრეცედენტი იქნება ზღვარი უფრო და უფრო იწევს რა არის მისაღები და რა არის წესიერების ანუ რა გაგივა იმისი ზღვარი. ხო ხდები ისი თქმა მინდა რადიკალური ცვლილება არა გაქვს შენ როგორც აღქმით აპარატში კონტრასტი გუშინდელ დღესა და დღევანდელ დღეს შორის ისეთი მნიშვნელოვანი არ არის იმიტომ რომ დიდხნიანი პროცესია როგორც ზუსტად ეგ მაგას 2016-ში რო აღმოჩენილიყავით ჩვენ ამ დღეში როცა 2012-ში სხვა დღეში ვიყავით კონტრასტი რაშიც აღმოჩნდით გასაგები იქნებოდა აბსოლუტური უმრავლესობის თუ ყველასთვის კი ეს კიდე რახანეს დიდი ხნიანი პროცესია ძალიან ბევრი ადამიანი იმ სხვაობას ვერ ამჩნევს რაშიც ანუ ეს არის ანუ ის ეფექტი ხო რომ როდესაც შედარებით გრადუალურად ნელა იცვლება ვითარება ხო როგორც ბაყაყი წყალში ხო რომელიც ნელა იხარშება ხო ამ შემთხვევაში ანუ ჩვენ პოლიტიკურ რეალობას ვადარებთ ახლო წლების მდგომარეობას ხო ეხა ეს თუ ეს პროცესი თუ ოცნების სასარგებლოდ წავიდა არ უნდა კონდეს მოლოდინი ვიცი ამაზე ისაუბრე შენ რომ ანუ ის დაპირება რომ ეს ძალადობა შეჩერდება ხო ეგ არის სრულიად ინფანტილური ანუ როდესაც წარსული ქმნის პრეცედენტი როდესაც შექმნილია იქ მოლოდინი რომ რაღაცა გაუმჯობესდება და არ გაუარესდება ანუ ყველამ თავის თავს კითხოს ანუ სად არის ამისი ისტორიული პრეცედენტი
რომ ესეთი აგრესიული მართლობა შემდეგ გახდება ლიბერალური დემოკრატია, როდესაც საკუთარი მართლობის მე-13, მე-14 და მე-15 წელზე გადადიხარ. არ არსებობს. ხო, ეგეთი რაღაცა არ არსებობს. აქ დავაკვირდებით, ანუ რა არის, ანუ ნახეთ რისი მეშინია, რომ ეს ამდენი ადამიანის ცემა და წამება და პატიმრება ამისი ეს თუ დიდი ხნის განმავლობაში ანუ ამის მერე თუ გააგრძელა, ეს ნიშნავს, რომ ეს პროცესი ნორმალიზდა ქართველი მოქალაქეების თვალში რა, ანუ რაღაცა პერიოდში ქართული ოცნების ამომრჩეველი რაღაცებს არ მიიღებს, ერთხელ თუ გააკეთეს და აუხსნა ტელევიზიამ და მართლობა პარტია რომ ეს აუცილებელი იყოს, მეშინია რომ უარესსაც მიიღებს. ხო ხდებით რა. ასე რომ ეგაა ძალიან საშიე ეს რომ იცვლება რა არის მისაღები იმისი ზღვარი. ადრე ზღვარი გადიოდა ბევრად უფრო პატარა რაღაცაზე, ხო? და ეხლა ჩემი აზრით ეს ზღვარი ძალიან გადაიწია. ხო? იმიტომ რომ ქართული ოცნების ამორჩეველიც ესეთ ცემას და დარბევას არ მიიღებდა ჩემი აზრით რამდენიმე წლის უკან. ეს მაშინებს კი, მაგრამ საჭიროა გონივრული ახალი ტიპის სტრატეგიების მოსინჯვა პოლიტიკური პროცესის, ანუ მეტი გზა ჩვენ არ გვაქვს და ცადოდ გავაკეთოთ საუკეთესო და ნახოთ, ანუ ყოველ შემთხვევაში იმისი მომავლისთვის, ეს იქნება მომავლისთვის გაკეთებული რაღაცა, ანუ მომავალში რომ გაუმჯობესდეს, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა რომ ჩვენ ვქნათ ეხა და ჩვენი შვილებმა მალევე ნახონ ამისი კარგი შედეგი, ხო, ახალმა თაობამ, მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ, რომ ეხანდელი ბრძოლა არ არის დაკარგული. ეხა რაც მოხდა, ეს ალბათ არავის გონია, რომ ეს უკვალოდ ჩაივლის. არავის გონია ალბათ, რომ ეს უკვალოდ ჩაივლის. ასე რომ ქმედებას და წესიერებას, ანუ ეხლა რა შეგვიძლია ამ შემთხვევაში გავაკეთოთ, ხო? ანუ მინდა რომ რამდენიმე იმითი დავასრულო, ესეთ მდგომარეობაში ინდივიდს რა შეიძლება გააკეთოს, იმიტომ რომ ჯგუფზე ვილაპარაკოთ, ხო? ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნორმალიზაცია არ გავაკეთოთ ინდივიდუალურ დონეზე. ბევრს არ აქვს ამ ქვეყნიდან წასასვლელი, მოუწევს მაგალითად ესეთ სიტუაციაში ცხოვრება, ხო? მაგრამ ამისი არ უნდა მიიღოს ეს სიტუაცია როგორც ნორმალურ პირადად. შეიძლება ქმედებაში ვერ იმასქნას, მაგრამ საკუთარი პირად შეფასებაში ამისი ნორმალიზაცია არ შეიძლება გაკეთდეს არავითარი გეოპოლიტიკური ადგილობრივი გამართლებით. ეგ ერთი. მეორეა, რომ ჩვენით არ შევთავაზოთ ამგვარ რეჟიმს, რომ გაიძლიეროს თავი. ჩვენ არ ვიყოთ ჭანჭიკი ამ მანქანაში, ხო? მესმის, ხო, ბევრი ადამიანი დასაქმებულია, ბევრი ადამიანს საკუთარი ინტერესი აქვს, მაგრამ მაინც უნდა ვცდილობდეთ ესეთ სიტუაციას არ გავაკეთოთ ნორმალიზაცია და ჩვენი თვითონ არ შევუწყოთ ხელი. ესეთ რაღაცები არის მნიშვნელოვანი და ესე დროს ინდივიდუალურ ქმედებებზე მსგავს სიტუაციებში არის საინტერესო შრომები ინდივიდუალური პოზიციიდან, ხო? აი ერთ ვაცლავ ჰაველი ვახსენე უფრო, მაგალითად მინდა ჩვენს მაყურებელს ურჩიო, ძალიან საინტერესო ახალი წიგნია, ქვია ტირანიის შესახებ, ინგლისურად არის ისტორიკოსის ტიმოთი სნაიდერის წიგნი, სადაც არის წესები, რჩევები ადამიანმა რა შეიძლება გააკეთოს როდესაც ტირანიის საფრთხეა. ის წერს ამერიკის, უკრაინის კონტექსტზე, უკრაინის და რუსეთის ურთიერთობის ექსპერტია და ძალიან საინტერესო რჩევები აქვს ამასთან დაკავშირებით და ანუ ამაზე რეფლექსიები არის, ამაზე დაუწერია ხალხს, არა აუცილებელია ჩვენ თვითონ მივაგნოთ რაღაცებს ჩვენ თავს ვიფიქროთ. საინტერესო სადისკუსიო თემა, სხვათა. კი, სადისკუსიო თემა, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ამ პროცესის ჭკვიანური განვითარება არის შესაძლებელი, ხო? არ არის ქართული ოცნება ყოვლის შემძლე. ესაა ერთ-ერთი ის, ხო, რომ სურთ წარმოიდგინოთ, რომ წინააღმდეგობას და განსხვავებას არ აქვს აზრი. მაგრამ ეს არცად არ არის ესე, ხო? ისეთი წარმოუდგენელი სიტუაცია, ბრუტალური რეჟიმი, რომელიც ასაც ქონდა, ხო? კი, ძალიან დიდი ხანი გასტანა, მანამდე მამამისი იყო, თავის მომართველობამ 15 წელი დაახლოებით, მაგრამ
ხო, არაფერი არ არის უცვლელი და არავინ არ არის დაუცვლელი და არავინ არ არის ყოვლის შემძლე. ასე რომ სწორ ჭკვიანურ ქმედებას აქვს, შეიძლება აწყო შედეგიც მოიტანოს და იმედი გვაქვს რომ მოიტანს, მაგრამ მომავალზეც უნდა ვიფიქროთ და მომავლისთვისაც უნდა გავაკეთოთ ეს. ხო, ინდივიდუალური გმირობა და ინდივიდუალური ის ძალიან რთულია, მაგრამ არის ბევრად პატარა რაღაცები, რომლის გაკეთებაც შეგვიძლია და მართლა საინტერესო იქნება ამაზე განხილვა კიდე. კი, აუცილებლად გვექნება ჩვენ ამის საშუალება, თამას ძალიან საინტერესო იყო. მე მგონი, კარგად და სიღრმისეულად ვისაუბრეთ პრობლემებზე. მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა შენ. მეგობრებო, ეს გახდა თამას დოხაძე, ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. ძალიან საინტერესო ახალგაზრდა და გაითვალისწინეთ როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება სუბიექტი თუ კი გვჭირდება ჩვენ რაღაცა პროცესების რაციონალიზაცია, შესანიშნავი რესურსია. თამას. მე გემშვიდობებით, მოვალ კვირას კიდე შევხვდებით ერთმანეთს.